ესე იგი ეპიზოდი 19, ანუ მე-20 ეპიზოდი. Nice. გამარჯობა მეგობრებო, დღეს კოსტუმარი გუა. და ენერგიული დაწყება. რომელიც არის, მე პირველი დღიდან ჩვენი კომუნიკის წევრი, მაგრამ ისედაც ზოგადად ალბათ საქართველოში რაც კი რამე tech community-ა, ყველას პირველი დღიდან წევრი და რაც კარიერა დაიწყეს, სულ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. არის product designer-ი, ტექნოლოგიებში ძალიან გარკვეული ადამიანი და გუა როგორ ხარ? შენი პატარა ინტერვიუ. წამი სანამ გუა დაიწყებ დავუმატებ თავი რეგალიას, რომ for loop-ის მიერ ორგანიზებული ჰაკათონის გამარჯვებული. Oh, damn. და ასე ჩვენ მითავზეც იყო, ანუ channel-ზე უკვე იცნობს რა ხალხი. ანუ ესა ლოგიკურად მოდიოდა აქამდე რა. გვირგვინი ახლა ეს იქნება. ეს ეპიზოდი. ეგ ისეთი ამბავია. ჩვენ რაღაც თუ გინდა რომ აქტიურად ვიყოთ და ენერგიულად და ეგრევე ვთვლი დღესაც თავს რომ როგორ ხარ რომ მკითხო ვამბობ ხოლმე რომ ენერგიულად ვარ, ერთი კარგი ამბავი მაგას აქვს რომ როგორ შეიძლება რომ ენერგიული იყო რა, განსაკუთრებულად ისეთ გარემოში, სადაც ტექ რევოლუციები ხდება. და ჩემთვისაც თქვენი community არის იმ რადარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და ყოველდღიურობის ნაწილი, სადაც მე როგორც პროდუქტებზე ორიენტირებულ ადამიანს და რაღაც ძირითადი ჩემი ხელსაწყო შეიძლება ითქვას რომ კომუნიკაცია და Figma, რომელიც Figma შეიძლება ცოტა ხანში აღარ იყოს, ამაზეც მე შეგვიძლია გავშალოთ თუ რატო. მაგრამ ანუ ძირითადი იდეა ჩემზე ესეთი რომ არ დეველოპერების მეგობარი პროდუქტის მოფიქრალი ადამიანი, რომელიც საშუალებას აძლევს პროდუქტის გარშემო ყველა ადამიანს, რომ თავისი აზრები, კომპლექსური პროცესები, ის დეკონსტრუქცია ისე მოახდინოს, რომ საერთო ღირებულება შეიქმნას. ეს შეიძლება იყოს რაღაცა გარდასახვა დიზაინში, ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, პროცესის აგება, ან ჰაკათონის მოწყობა, ანუ დაუსრულებლად იმისთვის, რომ საერთო გარემო იყოს ენერგიული, რასაც ვაკეთებთ. ეს ვარ მე. ესე დღეს რაღაც ესე თემად ვფიქრობთ, რომ ვისაუბროთ, ახლა ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სულ coding agent-ებზე რა და ეს საინტერესო იქნება, რომ ვისაუბროთ ყველა win რა non-coding agent-ებს ვიყენებთ და სხვა რა ვისრა workflow-ებში და რაღაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იქნება თუნდაც სამსახურში, ძირითადად სამსახურში რას ვიყენებთ და თუ custom ანუ პროდუქტებს კი არა და თუ რაღაც custom automation-ს საკეთებთ, მე მგონი საინტერესო ტოპიკი და ვის გინდათ დაწყება. პროექტში უბრალოდ დაიწყოს კაი იქნება. თავაზობს რომ რა არის no coding-ის დეფინიცია? ეგეც ხო არ შეიცვალა და მე დავიწყებ რა. აი მაგალითად ვინოლი no coding-ია? ვინოლის გამოყენება? იტყოდი რომ შეიძლება არა, მაგრამ რა ვიცი ხო პრომპტის ჩაწერა თუ იცის ადამიანმა დაიწყვის რომ ცხრილი მინდა და ცხრილში ღილაკი იქნება და მოდალი გაიხსნება იქ რაღაცას ჩავწერ, რა ვიცი no coding არის. კი მიწერს იქ რომ კოდის ვერსიაც მაქვს ხო, მაგრამ შემიძლია ჩავამწერო კურსორს მივცი, მაგრამ ანუ მაგას არ იზავს ის ნაწილი, მაგრამ no code-ის ნაწილი უკვე მაგაშიც გადავიდა. და როგორც გიორგი თქვა რომ რომელ ხელსაწყოში, ანუ ეგ დეფინიციებიც ქრება რა. ჩემი გადმოსახედიდან ესე რომ შევაფასო no coding-ის ნაწილი. ბიჭო, მანდ რას ვიტყოდი მე იცი ერთ ანუ აი წინაზე ვფიქრობდი რა რომ იდეაში აი თუნდაც მაინც ხა აი lavables V0-ს რა ნებისმიერ ეგეთ თულს რო დაუბრეთ. ერთი just ხარ ვიცი 100%-იან მეჩი არის თუ არა აი ხარ ტოპიკზეც ზოგადად დავიწყეთ საუბარი, მაგრამ ანუ აბსტრაქციის ლიკი ძალიან ისეთი არის ხოლმე რა, ანუ გამოყენების დროს რა, ანუ ჩათაობის დროს რა. ანუ მაგალითად Lovable-ის ან ყველა ეგეთი პროდუქტის შეფუთვა ძალიან high level-ზე ხო ისაა, რომ რაღაც ანუ კოდის წერის გარეშე რაღაც ისე რომ რაღაც აბსტრაქციასთან ანუ უბრალოდ ხალხს ეგეთი შტაბი-შტაბი არჩევა, რომ აბსტრაქციის გაგება საერთოდ არ მოგიწევს, რაღაც ძალიან high level-ის შრეზე დარჩები. და ისე შეიძლება რაღაცები გაკეთება რა. მაგრამ ჩემი აზრით ამ რაღაც კი შეიძლება უმენა ენის გარჩევა და სინტაქსის სწავლა არ მოგიწევს, მაგრამ ტექნიკურ დონეზე აბსტრაქციების შეშლა საკმაოდ გიწევს მაინც არა, რომ რაღაც end of the day რაღაც პროდუქტი მიიღო რა. ანუ თლად რაღაც ძალიან high level აბსტრაქციის შრეზე არჩევი ჩემი განმსახედიდან და აი at least რაღაც ერორი რო ამოგივარდება რა. at least იმ ერორის მოკოპირება და ჩაკოპირება ხო უნდა მოგიწევს რაღაცები მოსკნა.
აი Lovable არის კაი მაგალითი, რომ Lovable-ს აქვს Supabase-ის ინტეგრაცია რა. ანუ მე ხა ვერ წარმომიდგენია, აი საერთოდ არ ეტექტიპი, როგორ უნდა შევიდეს ხა Supabase-ში შიგნით. და რაღაცა თავის user-ების მონიტორინგი აკეთოს, როცა ბაზა ცხოვრებაში არ უნახავს რა არის რა. ანუ ალბათ პატარა learning curve-ი აქვს მაგ ყველაფერს. თვითონ 0-დან რაღაც ისწავლასთან შედარებით, თორე ის რომ ვაფშე არის სწავლო, ალბათ არ არის ეგრეა რა. კითხოთ რომ გადავაკვალიფიციროთ, აი ვთქვათ, შენ რა მიზნების ხა ნიკამ დააჩვომ ისეთი მხრივ წაიყვანეს, რომ გამოიყენო Wizero, Lovable და ასე შემდეგ პროდუქტები, ან Replit-ი პროდუქტის გასაშვებად, ხო? მაგრამ ვიცი რომ თიმებს ბევრი სხვა, მაგალითად მე სადაც მუშაობ თუნდაც აქ, ბევრი სხვა მიზნებისთვის ვიყენებთ მაგ თულებს, მიუხედავად იმისა, რომ production-ში არ ვუშვებთ საერთოდ რა. მოდი. რადგანაც ერთ ნაწილზე კიდევ აქცენტს გავაკეთებ რა, რომ ცოტა enterprise AI-ის ნაწილშიც რო გვინდა რომ ჩვენ უფრო აქცენტირება გავაკეთოთ, რაღაც ესეთი მოდელი თუ აქვს. ერთ ამბავსაც ვიტყვი რა, რომ ვახსენეთ Lovable ხო? შეიძლება აქ no-code-ში Zapier-იც უნდა ვახსენოთ, Inline-ს ხო? ანუ ამ ხელსაწყოებს რო ვახსენებთ, მე ესეთი რევოლუცია მომივიდა დაახლოებით თვენახევრის წინ რა. ანუ აღმოვაჩინე რომ ეს ყველა თული რას ვთქვით? ყველა აქვს Microsoft-ს. მაგრამ არ ვიცით. აი ჩვენ community-შიც არ ხდება ამის კომუნიკაცია და ესე აღნიშნა რა. მაგალითად Microsoft Power Automate არის უკვე, რომელიც იდეაში ჩვენი კარგი ტერმინებით უფრო Anthropic-ის განმარტებებს რო გავყვეთ, არის რომ workflow-ები რო გააკეთო. აი რაზეც გინდა Microsoft-ის გარემოში თუ ხარ, შეგიძლია რომ იგივე გააკეთო, რასაც ვიტყვით Zapier-ზე, რასაც ვიტყვით Inline-ზე, ხო? ანუ ერთ-ერთში, ანუ არ ვამეტებ. ესეც ჩემთვის რევოლუცია იყო თვენახევრის წინ რა. და ამ თვენახევრის წინ ესეთი რამე დავიწყე, რომ Microsoft-ის და Google-ის ამ ორ დიდ ორგანიზაციას აქვს თავისი skill გადასატრენინგებელი პლატფორმები, სადაც გიხსნიან თავისი თულები როგორ მუშაობს რა. და დავიწყე ამ კურსების გავლაც. და აღმოვაჩინე, რომ ორივეს და უფრო განსაკუთრებულად Microsoft-ს, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ პატარა თულები ვაიმე რა არის შესაძლებელიო, იმათაც აქვს უბრალოდ ხელმისაწვდომობა Zapier-ს რო რეგისტრაციაც არ გინდა ჭყალებში რო რაღაცა გააკეთო workflow. ნუ იქ გინდა რომ ლიცენზია და უკვე რაღაცა სისტემაში უნდა იყოს ჩაბმული რა. ამიტომ ამ ნაწილსაც რო შევხე განსაკუთრებულად no tool ხელსაწყოებსაც რა. ეხლა no tool ხელსაწყო ჩემთვის არის რომ ნუ ერთი ნაწილი ალბათ არის რომ რაღაცა workflows სტეპებად აკეთებ, ხო? ან ერთი და იგივე გარემოში, ან რამდენიმე გარემოს აკავშირებ. და ალბათ ერთი კიდე განსხვავება ჩვენ გარემოში ის შემოვიდა, რომ ამ თითოეულ სტეპში რაღაცა Gen AI ჩავდოთ. რომელიც მაგალითად კი ეხლა უნდა ვთქვა, რომ Zapier-მაც დაამატა. მაგრამ ნუ Microsoft Power Automate-საც აქვს რა. ანუ ისე გასაოცარი რამე შეიძლება იყოს რა, მაგრამ მისდევს ერთმანეთს, ანუ მქონდა შესაძლებლობა თან რომ გავთამაშებოდი რა enterprise გარემოდან. ამიტომ ესეთი რამეა რა, რომ no-code-ის გამოყენება რეალურ გარემოში და ანუ სად მე რო დავიწყო ჩემით, მაგალითად პროდუქტის დიზაინის გამოცდილებაში. ეს არის Copilot-ი, რადგანაც Microsoft-ის გარემოში ვარ და ეს შეიძლება იყოს ყველა შეხვედრის ტრანსკრიფციის გაკეთება და შემდეგ უკვე ყველა ტიპის research-ის რაც კი არტეფაქტად უნდა იყოს. მოიცა, Copilot-ი რამე კონკრეტული პროდუქტია Microsoft-ის თუ უბრალოდ Copilot-ს ცნებას გულისხმობ? დაჩო შენ კითხოდას იმაზე რომ ეს Copilot-ი როგორ არის დატრენინგებული სადმე რაღაცა ხელსაწყოებზე მე რო ვთქვი რა. ხო და აი როგორ არის? ანუ ჩვენ ვიცით მაგალითად ChatGPT ცალკე ჩატი. ანუ Microsoft-საც Copilot-ი აქვს, ასევე როგორც ChatGPT. Enterprise-საც შეუძლიათ რომ ეს იყიდონ. ნუ ჩვეულებრივ ადამიანსაც. ეხლა მეორე ნაწილი რა არის, რომ ეს Copilot-ი სხვადასხვა პროდუქტში Microsoft-მა ჩააშენა. აი სად ჩააშენა? მოდი დავიწყოთ. პირველი ნაწილი სადაც ჩააშენა, ეს არის Microsoft-ის team-ში შეხვედრა რო არის, ანუ გვერდზე შეგიძლია რომ აი მაგალითად გიორგი მწერან რა კითხვა იკითხა, შემიძლია უცბად მივწერო შეხვედრის მიმდინარეობისას. აი მან მიპასუხოს. ეხლა მეორე ნაწილი ჩვენი შეხვედრა რომ მორჩება, უთხრა რომ აი იცი რა, ანუ აჩოს კითხვები ცალკე მომწერ. ანუ გუამ რა თქვა ისეთი, რომელიც პროვოკაციულია, რომ საქმე გავაზიარო რა.
და მარტო მაგას ამომიღებს. სხვათა შორის ერთ კაი ჰინცას გაგიზიარებთ. ნებისმიერ ვიდეოს თუ უყურებთ აი AI ამბებზე და კარგი ჩენელები ზიარდება ჩვენ ჩენელშიც. თუ Gemini-ს იყენებთ უფრო თქვენ ყოველდღიურ აპლიკაციად, ჩაუგდეთ ეს ვიდეო და მე რას ვაკეთებ? უგდებ ვიდეოს და ვეუბნები, გთხოვ, გააზიარე სპიკერებმა რა პროვოკაციული სტეიტმენტები გააჟღერეს. ანუ პროსტა შეფასება კი არ გააკეთე, ან სტანდარტულად დამიწერე, ანუ პრომპტითაც ხო უნდა მიუთითო რა და აი უფრო ნახავთ, რომ უფრო ისეთ რაღაცნაირად პრომპტინგს ისეთ უკეთებს რა, პროვოკაციულს რო უმატებს. ანუ სიტყვა პროვოკაციულზე რაღაცა ტრიგერდება. უკვე სხვა რაღაცაზე გადის რა, ანუ მართლა ჩააჭერს ისეთ ადგილებზე, რომ თავარი ამბავი, იმიტომ რომ შეიძლება სტანდარტულად სისტემურმა პრომპტმა ჩათვალოს, რომ რავი, პროფესიული ტონით თქვას და აღარ მიაქციოს პროვოკატიულობას რა. ამიტომ take ხო? ხო, take ზუსტად ეგეთი აქვს რა. აი აჩი შენც რომ მოყვე რა, Microsoft Teams-ში Copilot-ი აქვს ჩაშენებული. აი როგორ გამოიყენებ? ანუ მე ესეთი წინადადებაც მაქვს რა, რომელსაც ყოველ პერიოდულად ჩემთავს უმეორებ. ანუ ერთი რამე რა არის, რასაც რო გამოვიყენებ კარგად, სხვა რაღაცებს უმნიშვნელოვანს ხდის რა, ან რაღაც საჭიროს. აი შეხვედრაზე, ნებისმიერ შეხვედრაზე დავარეკორდო, Copilot-ი მქონდეს გვერდზე და ტრანსკრიპტზე რაც მინდა ის ვქნა. თუ მინდა მეილი დავადრაფტინო შეხვედრიდან გამომდინარე. ან თუ მინდა მაგალითად, არ ვიცი, ჯირას ისიც აქვს ახლა რა, რომ შემიძლია მიტინგიდან ამოვიღო ვირა დავალება ქნა და ტიკეტები ავტომატურად წაიღოს და შექმნას. ან კიდე ნებისმიერი სხვა თული ეგეთი როგორც არის, მოლოდინი მაქვს რომ იქნება რა. ამიტომ აი ეგეთი შეფასება აი შაშენებების ნაწილში, enterprise ნაწილში რევია რა. კიდე გაშვებული. განსაკუთრებულად Copilot-ს თუ ესე მეც tower use case მაქვს ერთ-ერთი რა, ანუ ესე coding ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ეგრო meeting-ის transcript-ი შექმნას და მე კითხვების დასვენებელს ან ეგრევე დამიგენეროს action item-ები, მაგას ძალიან აქტიურად ვიყენებ რა და მე team-ში მივაბით რაღაცეები, რომ მაგალითად დააგენეროს GitHub issue-ები ან პირდაპირ რაღაც Slack-ში რაღაცა დაპოსტოს რა, მე შეგიძლია რაღაცეები მიაპობები, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მე არ ვიცოდი ეგ თუ Teams ჰქონდა, მაგრამ ნუ kind of obvious არის რომ იქნებოდა. და თან ჩვენ Teams-ში მაგალითად რაღაც სამ სხვა tools ვიყენებდით კი რა, დღემდე ვიყენებთ რა, რაღაცა არის თქვათ Phasm-ი, რომელიც იმენა sales-ზე არის ორიენტირებული არის. Notion-საც აქვს ეგეთი რაღაცა, Granola არის ცალკე და საინტერესოა რომ კარგი თული არის ძალიან. ხო. მივხვდით იმის რომ კონსუმერებში ესენი რაც ჩამოთვალე ძალიან პოპულარული შეიძლება იყოს. ეგ enterprise-ის ჩაყლაპავს ეგრევე რა, ანუ რა თუ გაქვს მაგ სისტემაში თუ ხარ, უბრალოდ ერთ დღეს გამოგიჩნდება რა, basically ხო ეგრეთო და გვაის Copilot ქართულადაც აკეთებს ტრანსკრიფციას თუ უფრო English speaking team-ში გაქვს გამოსული. არ მიცდია. როგორც ვიცით რომ Gemini Flash-ზე ქართულზეც არის რაღაცა ტრენინგების ამბები და უფრო კარგად ესმის, ალბათ ასეთი ტიპის დეფინიციას გავაკეთებ, თუმცა მე რაც მიმუშავია, ქართულად შეუძლია რომ ტრანსკრიფტი თუ ინგლისურად იყო, შეუძლია ანუ თარგმანიც გააკეთოს და რო კითხო ინფორმაციას მოგცემს. ანუ მოდი თან Microsoft-ის Copilot-ით არ შემოვიფაროთ, იმიტომ რომ GPT Enterprise-იც არსებობს, ხო? რომელიც სანამ ჩვენამდე კონექტორები მოვიდოდა, ჯერ იქ იტესტებოდა, ხო? ანუ თანაზე მინდა ხაზგასმა რა, რომ სანამ ჩვენ Discord-ის channel-ში და ყველას მოუწოდებ რომ შემოგვიერთდეს, ვინც ხდება ხოლმე ფიზიკურად და ეხლაც არის თუ არა დეველოპერი მათ შორის, რომ აი ამ channel-ში შეგიძლია ანუ რამდენიმე ადამიანი აზიარებს ხოლმე რა, ზოგი აქტიურად, ზოგი ძალიან კი რაღაცებს. ამიტომ ნუ მე ვფიქრობ რაღაცა ჩემთვის მაგალითად Twitter-ზე აქტიური ფიდი არა. კიდევ გადაფილტრული თქვენი ანუ ხმაურ შემცირებული უფრო ესე გავაკეთე. გარემო გაქვთ შექმნილი. რა ძალიან ის არის. მაგარია და თან ის თავისი თავით რო იქნება ეგეც რა, community driven რო არის. ეს ძალიან კარგი. აი რაც მანდ არ ხდება, მაგალითად ეგ არის ეს enterprise ამბები. მე რაც აღმოვაჩინე. დაახლოებით ერთ თვენახევრის წინ რა, რომ თან მეც ეს სპეციფიურად რომ მოდი ნახო Google-ს რეები აქვს. და მოდი ნახო Copilot-ს რეები და GPT business რეები აქვს რა. და რეებს ტესტავენ ისინი და როგორ კომუნიკაციებს უშუალოდ. საკმაოდ ის არის საინტერესო მიმართულება, როგორ ხდება consumer-ის და enterprise-ის დიფერენციაცია
ერთმანეთთან და შეთავაზების კუთხითაც. და მაგაზე რომ რაღაცა ვთქვათ, ხო, ანუ რადგან მაგაზე ვსაუბრობთ რა, მე ხა ძირითადად უფრო consumer side-ზე მაქვს გამოცდილება სრულად. ასე ვთქვათ, enterprise solution-ი იდეაში Google-ის just Gmail-ი გვაქვს კომპანიაში და просто Gemini-ის რაღაცა პროფლენი მოყვება რა. ანუ მეტი სხვა რაღაცა enterprise სხვა დონის არაფერი არ გვაქვს რა. და აი ხა შევასიძახი, ანუ ფიჩერებშია განსხვავება თუ აი რაში არის ხა ეს სხვაობა enterprise service-ებსა მაგალითად Microsoft-ის და თქვა just GPT-ის შორის რა. ანუ სრული ინკლუზიურობა გიორგივნაც ახსენა იმ ეკოსისტემის რაშიც ხარ რა. მაგალითად, გაქვს Excel-ი, ხო? თუ Microsoft-ის გარემოში. ანუ Excel-ში რა ხდება? ანუ ერთი 1 point იქვია, ხო? ანუ 1 point-ზე 1 point თუ 1 share-ი, მაგათი Google Drive-რაც არის, ხა? მეც კიდე consumer-ი ენის ლაპარაკობ ხშირად. რომ რაც მაგის სისტემა იქ რა ფაილებიც და ყველაზე შენ გაქვს დაშვება, შეგიძლია რომ მაგალითად Copilot-ით მოითხოვო და გახსნა ის Excel-ი, ხო? სწრაფად მოიძებნო. ანუ შიგნითაც მოძებნო, რეებიც არის რა. ანუ ჩანაწერიდან გამომდინარე გამოხო. და მე უკვე აი Excel-ში ეხლა ჩვენ არ ვიცი თქვენი default browser-ი რა არის, შეიძლება Chrome-ია და არკი, ყველასი არკი არ არის კაცო? Brave. აჰა. Brave. Folder. ანუ Brave-ში არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ default setup-ი ახალი browser-ის რა არის. აი ჩემი default browser აჩოს კითხვასაც უპასუხო. Default browser-ი ჩემი არის ის, რომ გვერდზე მაქვს Microsoft Edge მაქვს რა, მე დღეს. და browser-ში ვია ჩაშენებული Copilot-ი. მაგალითად თუ არ რაღაცა გვერდზე შესული. ანუ აღარ მომიწევს ChatGPT-ში გამოსვლა ამ გვერდის ჩაგდება ან რაღაცის თქმა. გვერდზევია გახსნილი Copilot-ი და ვეკითხები, რომ აი ამ გვერდზე რომ რაღაცა წერია, იმ კონკრეტულ თემაზე უსვევ კითხვას. ან მოდით კიდე გავაკომპლექსუროთ ეს რა. მაგალითად უყურებ Microsoft Lists. Microsoft Ambassador-ის გავხდი Amazon-ზე. ო, რაღაც ანუ რაღაც სხვა როგორ თულებს იზახით? აქამდე მეგონა რაღაც თულები ვიცოდი და არ ვიცი. არსებობს ესეთი ხელსაწყო მაგალითად ვთქვათ, ნუ აი მოდი მაგალითად ვარ Jira-ში. არ გვინდა. ო, აი, ეგ არის. მაგალითად ვარ Jira-ში. და უყურებ Jira-ს ბორდის აწყობა კონფიგურაცია როგორ მოვახდინო რა. და მაგრამ რაღაცა არ ვიცი რა, ანუ რაღაცა როგორ კეთდება, ან არ გამომდის, რა უნდა ვქნა. ეხლა consumer პასუხი იქნება, შეიძლება სტანდარტული პასუხი, რომ აი ChatGPT-ს კითხავ რა, მაგრამ ანუ ხო ვერ ხედავს იმ გვერდს, ან თუ დაინახოს, იქ უნდა მიუთითო, რომ დაინახოს ეს, ან მერე დაშვებაც, ცოტა კომპლექსურია ჯერ. ახლა Microsoft Edge რა შვება. გვერდიდანვე გამოდის ესე იშლება ეს Copilot-ი და შეგნით რას წერ. აი ეხლა ამ კონკრეტულ სვეტში მინდა რომ ეს სვეტებზე აი ეს პარამეტრები გამოვიტანო და როგორ ვქნა, ხო? step by step აღმიწერე. და ის დაგიწერს როგორ უნდა გააკეთო ეს რაღაც. ზუსტად ისე მორგებულს რა. მოდი Microsoft Copilot-ს დაუბრუნდები ისევ რა. Microsoft კი არა, Microsoft List დაუბრუნდები ისე. ანუ ესეთი შემთხვევა მქონდა რა, რომ სია მქონდა დიდი. ეხლა კიდე გამოჩნდება ჩვენი საერთო რაც გვაქვს დეველოპერული ან სისტემური ფიქრი, კიდე საერთო როგორი გვაქვს რა. მეც და თქვენც. ანუ ნახეთ ცხრილი მაქვს და რაღაცა ერთ-ერთ სვეტში წერია ლინკები. ოღონდ ზოგ ლინკში წერია HTTP წერია, ზოგში წერია www, ზოგში საერთოდ არა წერია რა. მაგრამ საპრეზენტაციოდ მინდა რომ ყველა ეწეროს HTTPS-ით რა, ანუ კარგი ფორმატით. ეხლა არ მინდა რომ 99-ვე ხელით ამოვცვალო. ანუ ჩემი gut feeling-ი არის რომ რა ვიცი AI ხელსაწყოებს ხო ვიყენებთ და ანუ მინდა რომ ეგეთი სიმარტივე იყოს რა. გამოვშლი ამ Copilot-ს, ვეკითხები რომ Microsoft List-ში ვარ და ამ ჩანაწერში მინდა რომ აი ამ ფორმატით ანუ ამ ფორმატში გადავაქციო ეს ყველა და რა საშუალებები არსებობს. ხელით არ მინდა რომ გავაკეთო. აღმოჩნდა თურმე რომ სადღაც კოლუმნის დასახელებაში advanced formats თუ დააწვევი, იქ არის JSON ფორმატირება და Copilot-მა დამიგერენირა რომ JSON-ის გადაფორმატირება როგორც შეძლო რომ ყველა ლინკია, ამ ყველა ლინკს ესე შეხედე და HTTPS-ით გადასტილე არა გადააფორმატირე, მოგწერე JSON ფორმატი, ჩავაფეისთე მეც და ეს ცხრილი გადაკეთდა. ანუ ეს სვეტი როგორც მინდოდა ისე გადაკეთდა.
ეხლა ამ მაგალითად რა მინდა ვაჩვენო, რა ისი დემონსტრირება მინდოდა რა, რომ ნებისმიერ ხელსაწყოში, რომელშიც არ ვარ, ან და რომელშიც რაღაცას ვაკეთებ, თუ რამის გაკეთება მინდა, ეს ნუ კოპაილოტიც ხო იქვე მაქვს, რომ თან ეს გავაკეთო. და თან ისედაც, ანუ თუ აქამდე რომ ჯირაში ვიღაცამ რომ რაღაცა გამართოს, ჭყალებში IT გაი უნდა ნახო, რომ ეგ რაღაცა გაგიკეთოს. ანუ ეგ საქმეც მორჩენილი ამბავია რა, უბრალოდ უნდა უთხრა, რომ მანუალურად რაღაცის გაკეთება არ მინდა და გთხოვ დამეხმარე. ამ შემთხვევაში გვერდსაც თუ უყურებს, ხომთლად უკეთესი, რომ ნახულობს სათხარ რა, უფრო ეფექტური. ისე ალბათ Pages Copilot-ი suggestion-ებს გიკეთებს თუ action-ების გაკეთება შეუძლია, რაც შენ თქვი, რომ ეს დამჭირდა, რომ JSON ფორმატში რაღაც მომენიშნა იქ, ანუ შეგიძლია კიდევაც უთხრა, რომ კაი გააკეთე ეგ თუ just point-ებს მოგცემს და მერე შენ თუნდა გააკეთო ხელით. ნუ ორი ნაწილი არის რა, თუ Microsoft-ის პროდუქტს უყურებს, არის QA რა, და თუ არა, ანუ ამ შემთხვევაში JSON-ი კოდი ჩამიგენერირე და იქ გადავაფეისტე. მაგრამ თუ ჩვენ მაგალითად Excel-ში თუ Copilot-ი მაქვს, რო ვეთქვი, რომ შექმენი რაღაცა ცხილიდან ესე გადააკეთე და insert და იქით მხარესაც updates გავუკეთებს რა. აუ ისე ნეტა საინტერესო რა არის. იცი, ანუ ეხა შენ ხარ ანუ კონსუმერი არა, შენ ხარ პროსიუმერს ასე ძახიან. ანუ ეგ ზუსტად რა სწავლობდი, რომ ცოტა უფრო სისტემურად აზროვნებ და ასშენე და ასშენე რა. ერთ-ერთი მიზეზია ავტომატ enterprise solution-ებს ყიდულობენ ხოლმე კომპანიები, მათ შორის ისაა, რომ enterprise კომპანიებში ნაკლებად prosumer staff იყავთ ხოლმე რა. ეხლა პატარა სტარტაპი თუ ხარ, ძირითადად team plan-ებს და რაღაცებს აყიდულობ, ყველას ინდივიდუალური რაღაცა და ენდობი რომ ყველა თავს გაართვეს, რომ ცოტა რთულად რაღაცები დააკავშიროს ერთმანეთთან და აი შენ გამოცდილებაში ჩვეულებრივი კონსუმერები რამდენად საერთოდ იციან ამ ფიჩერების შესახებ, რომ აი უკვე ყველაფერს აქვს ეს AI ფიჩერები ერთი და მეორე თუ იყენებენ რა. ანუ მსგავს რაღაცებს. 10% დიდი ხანი არ გამოიყენებს, რაზეც ჩვენ ეხლა ვლაპარაკობთ. 99%. ეხლა რაზე დაყნობით არის ეს? ანუ მაგალითად ერთ ნაწილში, მაგალითად ზოგი ადამიანი კი არა, რაღაცა უმრავლესობა დღეს შეხვედრას რო გაუგზავნი, არც ადასტურებს რომ გაიგო, ანუ ავტომატიზაცია ხო არსებობს. მაგალითად ნიკა აჩო. და მეორე ნაწილი შეიძლება გავაკეთოთ ის, რომ ანუ არ გცალია მაგ დროს რა, ანუ workflow აწყო იმ აღარ ვიტყვი Microsoft Teams, ანუ რაღაცა სხვა, რომელსაც იყენებ, რომ propose and suggest another time, ხო? ანუ რო აღარ მიწერო, ანუ ადამიანური რესურსი არ დაგარგო ამ დროს ძალიან ხო? ეგეც ავტომატურად გააკეთო. ანუ pre-Gen AI პერიოდში იმდენი ავტომატიზაციის workflow-ები გვაქვს, რომელიცაც არ ვიყენებთ, ხო? რომ ჯერ ეგენია გამოსაყენებელი. ანუ ჩვენ რო ამობთ, რომ AI literacy-ის ნაწილი კომპანიებში ასატანია, ანუ რა ვიცი, workflow literacy-იც არის უფრო რა, ასატანი. სანამ ვეთქვით, რომ ვიღაცას პრომპტი დაწერეო რა. იმიტომ რომ პრომპტის დაწერით ხო ვერ ასწავლი ამ პროდუქტიულობის 15 რაღაცას, რომელიც პროდუქტიულობის 20%-ს გააუმჯობესებს. ეხლა 20%-ს თუ აუმჯობესებ ეგეთი მარტივ რაღაცებით, ანუ ეგეთი შეფარდებაა რა. მე ესე ვიტყოდი რა. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რა არის ის ერთი რაღაცა, რომელიც სხვა რაღაცებს არ ამნიშნულოვან ხდის და AI-ის ნაწილში ჯერ ამ პროდუქტებს, რომელსაც ვიყენებთ, იქ რა workflow-ები არის გაკეთებული, მაგრამ მან იქნება და ჩემი აქცენტი, რომ დიდი ინვესტიცია გავაკეთო. Okay. გვერდზე მდგომი ცხადია prompt engineering-იც არა, ანუ prompt design-ი შეიძლება ითქვას ან მითითება, რომ რეებსაც მე ვაკეთე, ვიღაცას ველაპარაკო რა, რომ კიდე უფრო პროდუქტიულ როგორ ვიყო. ესეც ვისაც აინტერესებს, ალბათ შეიძლება ეგ 5% იყოს კიდე და რაღაცა 6%. მე ძალიან მიკვირს მაგალითად, რომ ანუ მე რაღაცა კარიერის განმავლობაში product owner-იც ვიყავი. დაახლოებით 20-25 დეველოპერთან ერთად რამდენიმე გუნდად იყვნენ და რაღაცა დიდ პროექტზე მუშაობდით, რომელიც იყო, რომ რაღაც დიდი მონოლითი პროექტი მიკროფრონტენდ გარემოში უნდა გადაგვეტანა მთლიანად რა. და მან ესეთი გარემო მქონდა, რომ აი ამდენ ხალხს ეს ტიკეტები კი ვიყავით რამდენიმე product owner-ი, მაგრამ ეს ძირითადი ნაწილი მაინც
ჩემთან იყო რა, დეველოპერებთან არსებითი კომუნიკაცია. და იქ იმდენი რამე გავიარე, მათ შორის კარგ agile coach-თან ერთად რა, ვინც ჩემთან ერთად იყო, რომ ჯირაში რაღაცები როგორ შეგიძლია ქნა. ანუ სხვა გარემოში, მაგალითად, რომ სადაც აღმოჩენილ ვარ, რომ ჯირას გარემო რომ მოაწყოს, ვიღაც ადამიანს უნდა მიწეროს product owner-მა, ხო? ანუ წარმოუდგენლად მეჩვენება ხოლმე, აი ეგეთი რაღაცა გადაკონფიგურირება, ისთვის ვიღაცა ბიჭო, მე კარგად არ ვიცი, გაწყვეტნებ ორი წამი უბრალოდ ეს მენეჯერები ახსენე და მე აშკარად არ ვარ ძალიან კარგად გაცნობიერებული, ანუ ჯირაში ანუ რის დაკონფიგურირებაზე შეიძლება მოგინდეს რამის მიწერა, ანუ აი მაგით ის რა არის, ანუ მაგალითად ლინეარისგან რითი განსხვავდება, ანუ ლინეარში მე რაღაცას გაკეთებ, თუმცა არავისთან მიწერა არ ჭირდება რა. მოდი ჯერ კიდე დაგაბრუნებ უკან რა, რომელიც რეალურად დღეს სად ვართ რა, დღეს რეალურად ვართ ერთი აი ვიტყოდი რომ ერთი 10 წლის უკან რა უმრავლეს გარემოში. ანუ კომპანიაში თუ სტარტაპებში არ გულისხმობ, კომპანიაში თუ ჯირას cloud ვერსია გიყენიათ ძველი და უყენია ხავს რა. ჯირას cloud ვერსიაც ქონია? იცით ძველია? ანუ ჯირას ხო self-hosted. ხო, self-hosted cloud, ანუ იდეაში სხვანაირად ხო იქნება, ალბათ ეგრე რა. ხო, იდეაში self-hosted გამოდის რა ბიზნეს ენას. რომ ანუ როგორი ამბავია, იცით, რომ ძველი დიზაინით არის და ანუ რაღაცა ოკეი. არა აქვს. ანუ შეიძლება რაღაცა გაგებით შეხვედრილ ხართ რა. ანუ წარმოიდგინე და მე რაც კომპანიას მაგალითად ქართულ ბაზარზე რაღაცა შეხვედრი ვარ. ანუ ეგ self-hosted აქვს ნაყიდი. ცხადია, უფრო იაფიღირს რომ ეს ხალხი შეღარ მარტო კეთდება რა. ანუ დაარეგისტრირეთ ტიკეტი ეპიკი და შენ თუ იმის იქეთ გინდა უკვე რაც ჯირა 2-დან 0 შეიძლება ითქვას და უფრო cloud-ი არის რომ ახალი დიზაინი, timeline-ების შექმნა, dependency-ების შექმნა, plugin-ები რომელიც უკვე კარგად ერგება ხო? რომ ისე workflow-ები და შენი პროცესები გაგიმარტივოს, Gantt chart-ი გაგიკეთო რაღაცა მთელი ამები ხო არის მანდ რა და ანუ დღეს თუ host ვერსიის ძველი დიზაინის და ანუ მაგ გარემოში რო ვართ რა. ანუ დიდი სტეპი არის კიდე გასაკეთებელი, რომ მინიმუმ პროდუქტიულობის გაზ და AI-ით რო ვამბობთ, ანუ ჯერ ანუ ეგ ტოტის დაუსხი წყალი, რომელიც ძალიან პატარა ტოტია რა. თან ყველას მან დამუშავა. და ეხლა თან თქვენ რო ატლასიანის enterprise-ის გვერდზე შეხვდეთ, ანუ იცი რა აქვს შეგნით? ანუ შეიძლება თქვათ, რომ აი linears რო ვამბობთ და აი რომ გონია რომ გასხმები აქვს ნახე რა აქვს ეს როგორ შეუძლია ხო რაღაცა დააკონექტებ GitHub-ს პირდაპირ მიუთითებ actions გააკეთებ რაც ანუ რეალურად მაგარი ამბებია ხო? ანუ ერთ-ერთში პარალელს გავავლებთ რომ Jira Atlassian-საც აქვს. ანუ ერთ-ერთში. ოღონდ 10 წუთი ჭირდება რომ ჩაიტვირთ. ანუ შეიძლება დამყალია. მე მგონია ეგ ხალხიც იყენებს hosted ვერსიას და რაღაცა cloud-ის არა boosted ვერსიას რა. მანდაც შეიძლება ის იყოს რა. რა უცებ რა კითხვა გამიშთა რომ ან ნეტა ეგ Jira თუ შეიძლება ტორენტებიდან გადმოწერო. აუ მე მგონი კი. Jira exe ფაილი. რაღაცა რა. საქართველოში აი რაღაც ეგეთი ის და მარტო რურო არის ენა რა, ანუ როენში ანუ link ფაილი რუზე რო არის მარტო. ხო. როგორც ლეპტოპები გვაქვს. ისე ეგეთი პარალელი შემიძლია კიდე გავავლო აი Sentry ალბათ ყველას გაუგია ხა. Sentry-ში რო ტრეკავ შენ issues და რაღაცებს და არსებობს Datadog-ი. ხო, და New Relic-ი, რომლებიც ბევრად უფრო ესეთი enterprise და დიდი პროდუქტებია და ბევრად მეტი feature-სეთიც აქვს, მაგრამ რაღაც developer community-ში არა enterprise-ში არ არის ცნობილი. ნუ შეიძლება ფასების მაგას რა, ახლა ფასები ალბათ ძალიან სხვადასხვა. მაგალითად საუბარიც ღირს, რომ რატო ეგრე რატო არ გვევასება რა, ეხლა მე ჯირას რომ მიხსენებ სულად ხვდები, New Relic-ის ძალიან არ მომწონს Sentry გაცილებით მირჩევნია, მაგრამ ბოლოს New Relic-თან რომ მუშაობდი, ანუ Sentry-ას სტეროიდებზე რა, ანუ გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს. უბრალოდ რაღაც UI აქვს სხვანაირი, რა ვერ თამაშობ რაღაც web API არ მგონია და მაგის გამო არასოდეს არ გამოვიყენებ New Relic-ს თორე. ძალიან მაგარი რთული. ბიჭო, მან იგივე შემიძლია Jira-ზე ვთქვა. Просто არა. Jira line არის, ხო, იგივე.
ანუ ანუ ალბათ ფასი პირველი ესეთი და ფასი პირველი და შექმნის დრო არის საინტერესო კიდე არა ფასი არც ერთ არ ვიცი წარმოდგენა არ მაგარს ჯირა და ლინეარი რო შეადარო ანუ ჯირა ხო kind of ბევრად old არის ვიდრე ლინეარი დიდი ალბათობით ხო აი ეს სიუ რა შეიძლება და კი რაღაც ეგრე ხო მე მგონი ძალიან ბევრად და ნუ აი მაგალითად ეხლა და იდეურადაც რო შევხედოთ რაღაც იმენა ისინია ხო რაღაც ანუ პატარა ლიმიტირებული ფუნქციონალი ერთ მხარეს და snap რაღაცეები და მეორე მხარეს ძალიან ბევრი ფუნქციონალით ძალიან ბევრი რაღაცაზე მორგებადი და ასე შემდეგ გინდა ჯირა და ლინეარი აიღე გინდა აი data dog-ი და centri Firebase-ი და თავი მაგრამ იდეურად რაღაც აი ჯირა ხო ისე არ პოზიციონებს ეთლის აი გუა შემისტორე თუ მეშლება ანუ ლინეარი ეთლის პოზიციონებს როგორც კონკრეტულად software developer-ების ticket management ანუ რაღაც ამ ზოგადად ეგ რა და ჯირას მარტო ეგ ფოკუსი არ აქვს ხო ესე კონკრეტულად რაღაც აუცილებლად software team-ებისთვის თუ აქვს შეიძლება მეშლება არა კონკრეტულად ფოკუსირება არ აქვს ხო და ანუ ამათ იმენა value proposition-ში linear-ს რაღაც image-ზე უწერია რა მე მგონი რაღაც landing-ზე უწერია kind-ა რა რაღაც მე მოვისმენდი niche down versus რაღაც generic kind-ა გუასაც მოვისმენდი UX-ის ნაწილზე რაში იცი უფრო developer experience-ში რა ეხა ამას წინათ Gemini-s API-ის გამოყენება დამჭირდა პროექტში რა და აი წარმოუდგენლად უარესი ის არის experience-ი ვიდრე GPT-s API რო უცბად კი გააცრო რა სადღაც Google Cloud Console-ში შედიხარ აი მილიონი ფუნქციონალი ხდება იქ უნდა იპოვო Gemini-s API მე ვერ იჯერებ თან ხო იცი ანუ სანამ calls არ გააკეთებ ვერ იჯერებ რომ სწორი კი აიღე და on the other hand ChatGPT-ის იმაში კონსოლში შედიხარ და ეგრევე API just ეგრევე კი აკოპირებ რა და ეს developer experience-ის რაღაცა UX-ზე რო გველაპარაკო სანამ ამას უპასუხებ კომენტარებში დაგვიწერეთ ვის გეგონათ რომ აჩოიტყო და რომ არა ჯირა მაგრამ მევასება მაგარია მე კი დავხო კომენტარებში აუცილებლად ჯირაზე ჯავას ტიკეტები პოსტი დახოსილი ჯირა მე ჯირაზე ჯავას ტიკეტები ძალიან მაგარია ჯირაზე იყო ყოველთვის ჯავა ანუ ჯავას garaში ჯირა არ მახსოვს არა სანამ გადავალთ მაგ ქიებზე რა ანუ ალბათ ეგ არის კიდე რომ ჩვენ რა სფეროში ვსტრიალებთ ახლა ჩვენ ოთხნი უფრო სტარტაპ სფეროებში ვართ რა და სტარტაპი რო ხარ ანუ იმის ან მართლა მაგდენი ის ხო არ გაქვს ბენდვისი რომ ჯირასში გამოსწილი ადამიანი ყავდეს ცალკე რომელიც ამას დაგისეთავებს რაღაც ანუ მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ხოლმე ახლა თუნდაც სამსახურში რაღაცა ახალ tools რო ვიყენებ რომ რამდენად მარტივია ამაში დაწყება და ზოგადად ისეთ tool-ები მიყვარს რომ ანუ ინკრემენტალი რომ შეიძლება უფრო და უფრო კომპლექს რაღაცები აკეთო და ახლა ჯირას ალბათ ფასის ხრივაც და თვითონ onboarding-ის ხრივაც საკმაოდ რთული სტარტი აქვს და ამიტომ სტარტაპებს არ აქვს ხოლმე ხო და ალბათ მაგის დრო და რაღაც მომენტში იზრდებიან იმ დონეზე რომ გადავიდნენ მაგაზე რა რაღაც ინტერპრაიზი ვერ მოყვები იმიტომ რომ აი ვერ წარმომიდგენია Mazbek-ში ახლა როგორც ვიყენებთ linears რომ მაგის დასეთაფება ფასის რო დავიკეთოთ როგორმე რამე tools წარმოადგენდეს რა მე ყო არასოდეს დამისეთავებია ჯირა და არაფერი ეგეთი ხო და მანდი დუდუ ის ლოგიკა ხო არ მუშაობს რომ ეხა უბრალოდ ჩემი და შენი ტვინი არის კონკრეტულად ძალიან გაჯერებული პატარა სკეილის ძალიან ასე ვთქვათ უფრო სხვა პროდუქტიულ რაღაცებს იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურობაში ბევრი პროცესი არ არის თვითონ კომპანიაში ხვდები ანუ პატარა კომპანიები რაღაც inherently ინდივიდებზე არის უფრო რაღაც დაფუძნებული ვიდრე რაღაც პროცესებზე და ბევრ ადამიანებზე და აბა წარმოვიდგინე ხა ზუსტად ეგეც არც მე არ ვიცი, იმიტომ რომ ეგეთი დიდი გამოცდილება არ მაქვს enterprise კომპანიებში მუშაობის, მაგრამ ძალიან ბევრი პროცესი რო შემოდის, ძალიან ბევრი ფორმალობა რო შემოდის. როცა რაღაც ეგეთ პატარ-პატარა რაღაცეებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ბევრი იერარქიის ლეიერი უნდა გაიარო, just ერთი ინფორმაციის unit-ი რო ვიღაცას მიაწოდო და ეგეთი ბევრი პროცესი რო შემოდის, just daily ოპერაციებში ალბათ უფრო კომპლექსური და უფრო შეიძლება ისე არის, ხო იცი, ბაგი კი არა, ფიჩერი არა, უფრო ესეთი ის რო არის, რა ქვია. ჯაბახანა ბრჭყალებში რო არის, რა ჯირა, იმიტომ რომ რაღაცა ნელა რო მუშაობს კომპანია, შეიძლება ნელა მომუშავეს სოფტვერი ჭირდება, რომ ხალხი არ გადაიწვას რა. დაგიმატებ. ჯირა ბოლოს გავხსენი 8 წლის წინ ალბათ. ამიტომ შეიძლება სწრაფია საერთოდ ახლა. არ ვიცი. უნდა გახსნა. თან AI ფიჩერები აქვს შიგნით, რა ვიცი, tickets drafts ჩაწერდა, ticket-ად გადააქცევს, ну, მთელი ამბები რა შეგიძლიათ ნახოთ. 8 წლის წინ გახსენი, ეხლა უფრო კარგი UX-ი აქვს დიზაინიც და ჩემი აზრით სწრაფადაც იტვირთება. თუ არ ჩავთვლით, არ ვიცი, შეიძლება page load time-ი იმას კი უფრო მაგარი აქვს, მაგრამ ის არის good enough-ის იქეთ რა, რომელიც ისეთი არის.
ალბათ ერთი ნაწილი რაც რო განვასხვაოთ ეგეც რა enterprise-ებს აქვს ანუ enterprise გარემოში წარმოედგინეთ 15 წლის წინ ვიღაცა ხალხმა რო თქვეს რომ აი საქმე რო ესე წარმოვაჩინოთ ესე არის კარგი ხო? რა ვიცი რაღაცა Gantt chart-ით წარმოვადგინოთ. წარმოვაჩინოთ ticket to resolve რაღაცა ესე. წარმოვაჩინოთ რაღაცა ჯამურად რაღაცა კმეთებები ხალხი როგორ აკეთებს საქმეს ასეთი ფორმატით. აი linear-ს თუ დააკვირდებით, ნელ-ნელა უშვებს ისეთ პროდუქტებს, რომელიც არა მხოლოდ მარტო დეველოპერებისთვის იქნება, რომ დეველოპერები იტყვიან, კაიაო, მენეჯერიც იტყვის. მაგრამ ეხლა წარმოიდგინე დეპარტამენტმაც რო თქვას, ეხლა წარმოიდგინე ბორდმა რო თქვას, ეხლა წარმოიდგინე რომ მარტო IT-მ თქვას. და იმათთვისაც რო გააკეთებენ პროდუქტს, იქნება ატლასიანი. ანუ ეგ არის მაგის ამბავი რა. ეხლა მეორე ნაწილზე კიდე აქ ჩვენ მაჩვენე დასო ესეთი კითხვა, რომ UX-ისთვის რაღაცა API key რომ მინდა რომ ავიღო, GPT-ში რატო არის ადვილი, ან OpenAI-ში რატო არის ადვილი და იქ ცოტა რთულიო რა. შეიძლება რაღაცა ამბებითო რა. ყველა ანუ ერთი take ის არის რომ რაღაცები რომ UX-ში ცოტა რთულად იყოს მიღწევადი, მაგასაც შეიძლება business value კონდეს რა. იმიტომ რომ ერთის მიზანი შეიძლება არ იყოს ის რომ consumer-მა თავისი API მარტივად ადვილად წაიღოს, ხალხმა თუნდაც თქვას რომ არ არის კარგი, ვისაც უნდა აიღებს. ერთი take-away შეიძლება ეგ იყოს რა, რომ ანუ თლად ისეც არ იქნება რომ ვერ ნახო, ხო? არც ძალიან გადაკარგულში ალბათ. ანუ minimum usability-ში შეცდომა არ მგონია რომ კონდეს თუნდაც ახლა Google-ის ნაწილში რა. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ კომპლექსურად შეიძლება OpenAI-ისთვის მაგის ხელმისაწვდომი იყო number 1 job და number 1 success path ანუ მაგ პროდუქტში Google-ისთვის კიდე ბევრი დავალებები შეიძლება არის რა და ბევრიც. ამიტომ ხოლმე როცა ბევრი დავალება ერთ დავალებაში მოდის, ანუ რა ვიცი, OpenAI-ისთვის ყველაზე პირველი იყო მართლა რომ მარტო ეგ ყოფილიყო სწრაფად ხელმისაწვდომი და მაგრამ აი Google-ის შეიძლება იყო რომ არ ვიცი, მაგათ აქვს მე მგონი sandbox-ის მსგავსი თავისი და იქ რო რაღაცები იქნა და ან მაგათ კიდე გარემოში ცოტა დარჩა და სრულად არ მიხვიდეთ აიღო რა. ძირითადი არგუმენტი შეიძლება მაგის იყოს, რომ ცოტა რთულად მისაგნები იყოს. ესეც ალბათ შეგნებულად შეიძლება რა ვთქვა. Guys, ისე უცბად ვერტიკალი შევცვალოთ, just რომ არ გაგვემაზოს ეს news-ი, გუშინ OpenAI. Вообще რაღაც OpenAI-ის აქვს საკმაოდ დატვირთული კვირა, ხო, როგორც ხვდები? ანუ ხო. open source მოდელები დადროპეს, პირველი, ორი ცალი open source მოდელი, რაღაც 20 მილიარდიანი და 120 მილიარდიანი თუ არ ვშტები, ან პარამეტრების რაოდენობა და ეწეგან ჩვენი პოდკასტთან დაიწყებოდა XX scroll-აუდი და some like huge news coming this week-ო. ხო, ხუთი დროპება რა. არა, ხო და ანუ რამეის ხო არ ვიცით, რამე სადმე ხო არ შეგხვედრიათ რა შეიძლება იყოს. ამ open source მოდელებს ცოტა ხანში ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს რაღაც something huge რა არის, კონტექსტი ხო არ იცით ვინმე შემთხვევით. ამ კონკრეტულ ნაწილში რაც იმაზე ისაუბრე, რომ არა, ანუ ზოგადად რა, ეხლა კონტექსტიდან ამოვარდნილად თქვი ან რაღაც GPT-5 არის ვითომ, ანუ ესე მალე, იმიტომ რომ მე გამეყარა ამდენი ხანი და ანუ მაგის მომენტი არის გამოვიდა. ანუ რაღა უნდა გამოვიდეს, რომ გაგვიკვირდეს, ანუ ეგეთი ამბავია. ეგეც არის ხო, მაგრამ ანუ ერთ პოდკასტს უსმინე ცოტა ხნის წინ და პარალელს ზუსტად მაგაზია რა, რომ მე მგონია რომ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ რაღაცები უფრო მალე ხდება, ვიდრე ხდებოდა 5 წლის წინ ან 10 წლის წინ. ანუ ჩვენ ვიქნებით მომსწრეები, რომ არა მარტო GPT-ები გამოვა და როგორც დუდუმ თქვა, რომ 4 და რაღაცა როდის გამოვიდა, არამედ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე მოხდება ძალიან სწრაფად. ანუ ვიდრე მანამდე იყო რა. რა ვიცი, ძალიან ადრე თუ იყო, რომ ვიღაცა არ ვიცი 1900 რომელიღაცა წელს მოხდა ეს ომი, ეს ვიღაცა სტუმრად იმ ქვეყანაში იყო, ეს აშენდა რაღაც. ანუ ეგ შეიძლება ყოფილიყო ის რომელიღაცა ძველი წელი, ხო? ეხლა რო წამოიღო და აქეთ რო გადმოზუმო ძალიან, აქეთ ამხარეს რა. აი დღეს ხვალ 5 თვეში, კიდე 6 თვეში, ანუ ცვლილებების ციკლი არის ძალიან ტემპიანი და გაზრდილი რა.
ანუ სანამ GPT-ს იტყვი, მანამდე იყო კიდე Google-ის ვიდეოების გენერირება DeepMind-ის, რომელიც ეგეც გუშინდელი თუ გუშინწინდელი ამბავია, ხო? ჯინი, ხო, ჯინი 3, ხო. ვიდეოს აგენერირებ პრომპტით, შეგიძლია თან რაღაცა მაუსით, ის რა ქვია, კიებით რა. ეროქიებით აქეთ-იქით წაიყვანო, რაღაცა ძაღლი მაგალითად და იმან ავტომატურად აგენერიროს. აი თქვენ თუ ფილმი ნანახი გაქვს 3 body problem, მე მგონი ესე არის. გუშინდელზე. body problem, მე ანუ. ხო, მე მგონი ესეა რა. სერიალია, ხო? სერიალია კი. ფანტასტიკის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ციგნიცა კაია. headsets რო იკეთებ, შემდეგი რეალობა როგორია რა? და ალბათ გუშინ ფიქრობდი ეგეთ რამეს, რომ levels-ო ხო აკეთებს mini თამაშებს, რომელშიც ხალხი შეგვიძლია დაუკონექტე და ყველა იყოს და ეხლა ამ Google-ის ამ DeepMind-ის ხელსაწყოთი რო ცოტა კიდე უფრო მეტ რაღაცას აკეთებ რა. ანუ და headset-იც რო დაუმატო, ანუ რეალურად მაგნაწილში სად მივდივართ, ანუ შემდეგი ტიპის ექსპერიენსები და გამოცდილება რა იქნება. ნუ მოდი ვთქვათ, რომ თავიდან თამაშებში. მაგრამ ნუ ალბათ გაცდება თამაშებსაც, ხო? რეალურად აი 3 body problem-ში სწორედ ეგ არის კარგად ნაჩვენები და კარგი იქნება. აი Black Mirror-ის სტილის ფილმია რა. ოკეი. Game of Thrones-ის ვინც გადაიღო მაგათი ექსასტავი არის ახალ. და შენ კითხვას Zuckerberg-ის ხო, Zuckerberg-ის Metaverse-ის ბეთი რომ ამით გამართლა, ანუ AI-ი რო უშველოს მაგას რა. სხვათა შორის მაგნაწილზეც დაუბრუნეთ რა, რომ იმდენი ეს დიდი კომპანიები რაღაცებს ხო აკეთებენ რა და ანუ market-ის capturing-ს რო ვინ გააკეთებს და ანუ მაგაზე რო ვიფიქროთ რა, რომ სად წავა ეს ყველაფერი. ხო და სხვათა შორის ერთადერთი რაღაცა რაც ჩვენი პოდკასტისთვის ნოუთად გავაკეთე ამ დღეების განმავლობაში. ანუ ერთი პატარა ჩანართი არის, რომელიც რაღაცა საინტერესო ისტორია რა. რომ Netscape-მა რა ღირებულება შექმნა და რა მოვიდა გიგანტებთან ბრძოლაში. იცით Netscape-ის ისტორია ზოგადად? კი. ერთი ისტორია ყურებლისთვის მაინც მოყვათ კაი. ესეთი ამბავია, ხო? ანუ ერთ დროს სანამ ჩვენი web browser-ი ესე ყველასთვის ხელმისაწვდომი რო არის იქნებოდა ძალიან ტრენდში, Netscape-მა თავისი კარგი ფაუნდერებით და ტექ გამოცდილებებით შექმნა ისეთი კარგი ეკოსისტემა და გარემო, რომ ჩვენ შეგვეძლო რომ ინტერნეტს ისე მეგობრულად დავკავშირებოდით, როგორც მაგალითად დღეს უკავშირდებით. ოღონდ ამბები რა იყო რა, რომ შეიძლება რაღაცა პატარებში შევსდე, მაგრამ ანუ ამ პროექტმა, ანუ ბრაუზერის პროექტმა რა, ანუ მაგალითად აი JavaScript-ში დღეს რეებიც არის შესაძლებელი, მე მგონი ზუსტად JavaScript-ის ამბებიც, ზუსტად მაგ დროს დაიწყო და იმ ტექ ხალხმა გაუწია მან თავის გაგება. მაგალითად აი ვებში რო კუკიები და რაღაცები შევინახოთ, ანუ პატარ-პატარა ტექნოლოგიები რაც არის, ამ პატარა პროექტზე გადაიარა რა. აი დღეს ვებზით რაც არის შესაძლებელი რა. ესე რო ვთქვათ რა. და მოხდა ისეთი ამბავი, რომ Microsoft-თან მოუწია ჯახი. და რა მოუწია? მოუწია ესეთი საკითხის გაკეთება, რომ ან მას უნდა შებრძოლებოდა, ან ინდივიდუალურად უნდა გაეგზელებინა გზა. ნუ, როგორც კაპიტალიზმში ბევრი ფული დაიჯახა რაღაცა მცირე ინვესტიციებს, ვერ შეძლო მაგალითად ესე პირდაპირ დაუფლება Netscape-ის, მაგრამ რაღაცა დროთა განმავლობაში რა მოხდა? Netscape იყიდა Mozilla. ეს ისტორია შეიძლება არის. და კარგია გავაძლიერებ. ეს პროექტი მე გაიყიდა Mozilla-ზე და მე Mozilla-ს ამბებზე დაშენდა Chrome. და Chrome მისია Google-ის. ანუ როგორია ეს იცი, ანუ სად წავიდა რაღაცა აი ეს ვების შექმნის ისტორიები და ამბები, ხო? და ესე როგორ წამოვიდა მე რაღაცა Mozilla პროექტთან წავიდა, იქაც დაიმატა ტექნოლოგიები და მე Chrome-თან და მე Chrome გახდა რაღაცა ერთ-ერთი პირველი რო ვიკითხე ცოტა კი გამიკვირდა რომ Arc და Brave იყო ალბათ 1-2 წლის წინ ყველას Chrome იყო ხო default browser-ი არც გამიკვირდა ნუ ალბათ front-end ხალხისთვის ყველა ის იყო რა ქვია Chrome. აი აჩო ყავს დაანძლიერებ front-end-ში და Chrome-ს იყენებენ. ხო მე უფრო შესაბამისად ეგ ისტორია გაიარა
ამ ნაწილმაც რა. აი დღესაც ჩვენს უნდა ვფიქრეთ, რომ დღეს რა რისერჩების კეთდება რა. აი ანთროპიკზე ხო გიждდებით ყველა. აი მართლა მომწონს რა ეგ ხალხიც როგორ დეფინიციას უკეთებენ რაღაცეებს ხო? და კიდეც ცდილობენ რომ open source-ი გააკეთონ თავისი ცოდნის. მას შორის ლანგრაფის ხალხის და ბლოგებიც რა, ისინიც ანთროპიკის ხედვებზე ზიან. და ანთროპიკის შემოსავლების 50% იცით რომ ვიზე დგას? ანუ კურსორზე და GitHub-ზე. ხო, ოკეი, კურსი. ხო და ეს GitHub-იც თუ თავის რაღაცეებს ჩალიჩობს, ანუ Microsoft-ის ამბებია, ხო? და ეხლა ჩვენც რო ამბობთ, რომ ვაუ, ანთროპიკი ერთხელ GitHub-ისგან რატო რაღაც GitHub Action-ების ბოტი ვაქვთ, მაგას შემოაქვს full to ანთროპიკის API-ს იყენებენ თავისი GitHub-ის იმების თქო, პროექტებისთვის რა. ხო და ნუ კიდე შევიბიც ხო, რავი, გინდა Windsurf-ი და გინდა ნებისმიერი coding agent. კოდის წერაში ხო, ძალსახული არის რა. ანთროპიკის კოდის წერის API-ს რა. ხო და რატომ მოვყევით ესეთ რა, რომ პარალელებიც გავავლოთ თან რა. ანუ ესეთ ახლა ჩვენ ხო ვამბობთ, რომ consumer პროდუქტები სწრაფად API-ს მომცემენ, ანუ ტრიალებს ეს ამბები რა, შესაძლებლობები. მაგრამ ანუ ჩემი prediction-იც არის, რომ ანუ ხვალზე კარგად მივდივართ Microsoft-თან, კარგად მივდივართ Google-თან, კარგად მივდივართ, არ ვიცი, OpenAI-სთან, რა ეკოსისტემ leverage შეიძლება გააჩნდეს მაგალითად ამ ნაწილსაც, რომ მაგალითად მაგასთანაც მივიდეთ რა. ანუ ცოტა ჩემთვის ჯერჯერობით ვერ ხედავ იმის მიუხედავად, რომ annualized revenue 12 მილიარდს გადაცდა OpenAI-ს. ანუ 12 მილიარდი ამ რაღაცა მთლიანი ამბები რაც გააკეთეს რა. და სწორედ საინტერესოა როგორ ხდება ანუ ამის გაშლა. მანდ კიდე ალბათ ის არის საინტერესო რომ აი მაგალითად ახლა ეს Windsurf-ის ამბები რო იყო Windsurf-იც ძალიან ახლო პარტნიორობაში იყო ანთროპიკთან ისევე როგორც კურსორი რა. ანუ კურსორი საერთოდ პირველი იღებს ხოლმე ახალ მოდელებს და როგორც კი ამბობდნენ რომ რაღაცა OpenAI ყიდულობს გაუთიშეს Windsurf-ს ანთროპიკის მოდელებზე success-ი რა. ანუ გაუთიშეს ნიშნავს რომ იმათ რაღაც მაღალი ლიმიტები ჰქონდათ ხო? ანუ ის rate ლიმიტები არ დაურყამდათ რა და შესაბამისად ერთის ხრივ მომავალი ტიპები ვინც ეხა რაღაცებს საწყობს ის დააფიქრეს აი თუნდაც კურსორი რომ რამდენად უნდა იყვნენ ამაზე dependent და მეორეს ხრივ cloud code-ი რო გამოუშვეს მაგით თვითონაც შევიდნენ კონკურენციაში ამ ყველაფერთან და kind-of ანუ თვითონაც ხვდებიან რომ ეგ მოდელი რო შენ იყო მარტო უკან პროვაიდერი როგორც Intel-ი იყო წლების განმავლობაში Apple-ის და მე Apple-მა დღეს ჩაანაცვლა ალბათ არ არის ყველაზე კაი გზა რა და როგორც შენ თქვი საბოლოოდ შეიძლება ვიღაცა საერთოდ სხვა მიხეიროს მე ყველაფერს რა. კი. თან ჩვენ ვით აჩო არა, არაფერი, გაგზავნე. ანუ just ის იყო რა, ანუ თუ ანუ AI მოდელი გაქვს რომელიც ყველაზე მაგარი არის coding-ში რა. ანუ რატო არ უნდა შექმნა სიტყვაზე, თან ეგეთი ხო პატარა ისა აქვს ხა კურსი იმის კოდის დაწერას რა უნდა მამეთ ესე რო თქვა რა, როცა მოდელი გაქვს. რატო არ უნდა შექმნა ეგეთი კაი აგენტი შენ თვითონვე რა, ანუ ძალიან make sense რა. ერთი ნაწილი რომელზეც მინდა თქვენთან ერთად ვიფიქრო, კიდე არის რომ განსაკუთრებულად აი enterprise ნაწილში სად ჭირდებათ დეველოპერების დახმარება თან გარედან რა. ანუ ნიკასთვის შეიძლება საინტერესო ტოპიკი იყოს რა. რომ ანუ სად შეიძლება მაგალითად ეხლა ჩვენ 4-ნი ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ რომ ოღონდ enterprise დიდ გარემოში შევიდეთ და რაღაცა იქ გავაკეთოთ ხო? ანუ დასაწყისში რაზეც ვისაუბრეთ, აი იქიდან რომ პატარა ანალიზი გავაკეთოთ, ანუ ჩანს ის რომ enterprise კომპანიები იმდენად არიან დამოკიდებულები უკვე კარგად გაჯერებულ დიდ კომპანიებზე, რომლებსაც რაღაცა ხელსაწყოები აქვთ, რომლებსაც და კიდე ერთი საით შემოვიტან, რომლებიც მათი ფოკუსირება UX-ზე კი არ არის და UI-ზე. ანუ მათი ფოკუსირება არის ის, რომ ანუ event driven არიან რა. ანუ API-ები აქვთ უფრო რომ ანუ რეები შეგიძლია შენ რო გააკეთო რა, ჩემ cloud-ში
მერე შემოიტანა ეგ ინფორმაცია და ერთმანეთში გავცვალოთ ეგ ინფორმაცია, ხო? ანუ მოგცემს მთლიან შესაძლებლობას ივენტების რაც უნდა გააკეთო. და მერე შენ თუ გინდა წაიღე და როგორც გინდა ისე დაამუშავე, თუ გინდა UX-ი, თუ გინდა შერამეს დაუერთე, თუ გინდა ზევიდან რამე დაამატე რა. ხო და ანუ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, სადაც მაგალითად ბოლო პერიოდში მეც დავაკვირდი და ანუ ინსაიტურად მაქვს წამოღებული არის ის, რომ ანუ ეს დიდი პროექტები, რომ მაგალითად არ ვიცი, New Relic ხო თქვით, ან Databricks რომელიც თქვით, ხო? ანუ თუ enterprise რაღაც deep private data სადღაც მოძრაობს, ანუ არა cloud-ზე, არამედ შენთან სადღაც, იქ როგორ შეიტან dashboard-ულ რაღაცა AI ინფორმაციის გამოჩენას, ინფორმაციის დაგროვებას. ანუ მაგას რა უნდა? უნდა რომ ის ჯაბახანა რაღაცა სისტემა გარჩეული გქონდეს. ხო? და იმაზე მერე შენ თუნდაც Zapier-ის მსგავსი რომ შუაში workflow-ს ჩაუმატო Gen AI, ხო? ანუ ეგეთი ჰაკინგი არის საჭირო რა და ეგეთი ხელსაწყოები რაც არის აიდენტიფიცირება და აღმოჩენა უნდა. აი Databricks-ზე თუ იყენებს რომელიღაცა X კომპანია, არ ვიცი, Tegeta მაგალითად, ხო, თავისი მთელი დამუშავებით. ანუ რაღაცა შეიძლება აქვს უკვე Databricks რო გამოდგა. ანუ Databricks არც ერთ შემთხვევაში ვერ ექნება კარგი UX-ი და UI-ი შეგით, ხო? სხვა რამე არის საერთოდ. მაგრამ თუ enterprise data იმათთან ისეთნაირად ცხოვრობს და სწრაფად ხელმისაწვდომია, ანუ მე ისევ gut feeling-ით ხშირად ვამოფხოლმე ესე gut feeling-ით რაღაცებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ API-ით დონეზე ძალიან ბევრი რამე აქვთ. და თან რომ მოთხოვო, გაგიკეთებენ. ანუ ეგ არის მაგის ამონაგები რა. თან არ პოინტია ძალიან. და დამიჯერე, რომ ბოდიში მეც უვოცდები ხოლმე, რომ ესეთ enterprise კომპანიებში ჩვენ კი ვახსენეთ ახლა რამდენიმე ხელსაწყო რა, და აი როგორ რეებს იყენებენ. ანუ იმიტომ რომ enterprise კომპანიის უკან რა დგას რა, ანუ რომ ვიღაცა მთელი რაღაცა go to market sales guy იყო, ან ტიპი რომელმაც ანუ მთელი თავისი კორპორატიული გარემო იცის და ინვესტიცია გააკეთა, რომ რაღაცა ტიპის მიმართულება მათთან ინტეგრაცია მომხდარიყო. და მისი ერთადერთი ამოცანა რა არის? რაც უფრო მეტად გაიდგას ფეხი და თავისი ღირებულების საცეცები პოზიტიურად რო ვთქვა თან რა, რომ იმ ეკოსისტემაში დარჩეს. და შენ თუ იმას მოერგები, ხო? ანუ კიდე შუამავალი გამოდიხარ რა. მე მაგალითად უხეშ მაგალითს ვიტყვი. მაგალითად არსებობს ესეთი Vimeo-ს პროდუქტი. იცით ხო? YouTube-ის კომპეტიტორს ვეღარ ვიტყვით რა, ანუ ორივე არსებობს. ანუ Vimeo-ს აქვს enterprise მიმართულება ცალკე დიდი. ანუ YouTube-ს უფრო არა აქვს. რა მაგალითად Vimeo-ს აქვს, რომ live streaming-ის გამოცემა, მაგალითად ჩვენი town hall-ები ან რაღაცა ტიპის ისეთი თემა თუ მაქვს, რომ მე ინვესტორების call-ი მაქვს, ან რაღაცა იგეთი ამბები, ხო? და მინდა რომ ამის მენეჯმენტი მქონდეს, რომ სადმე დაიხოსტოს ეს ვიდეო, ჩატი მქონდეს მიმდინარეობისას, ხო? ეხლა ამას 0-დან ხო არ დაიწყებ დაწერას, არა? შესაბამისად, მაგის solution enterprise გაძლევს. მაგრამ გაძლევს მინიმუმს. ანუ ის რაც თავისი core-ია. რომ hosting-ი გაგიკეთოს ვიდეოსი, თან private, ანუ ის დაცულად იყოს, ხო? თავისი ყველა ნაწილით, რაღაცა ჩატი მქონდეს მიმდინარეობის დროს, ხო? და ის რამდენიმე ღირებულება, რომელიც აქვს ამ ვიდეოსთან გარშემო. ანუ იმის იქეთ შენ მაგალითად რომ მოგინდეს რომ ბიჭო landing page-ი ხო უნდა იმ ვიდეოს ან სანამ დარეგისტრირდება ან რაღაცა რო გაუზიარებს სანამ live stream-ი დაიწყება მაგას არ გთავაზობს. აჰა და მთელი რაღაცა მუშაობა ეგეც ნუ პრაქტიკიდან ვიცი რა რომ რაღაცა მთელი მუშაობები მიდის რომ ვიღაცა კომპანიები და ესენი და ისინი კი video solutions კარგს თავაზობს ეს Vimeo რა მაგრამ უკვე თავისი customization რო უნდათ ხო? ანუ მაგას უკვე თვითონ Vimeo-ც ამბობს, რომ ვიღაცა პარტნიორთან ერთად უნდა გააკეთო. ეხლა მე მოვიყვანე ერთი მაგალითი. ანუ რაღაცებს კიდე ნუ რაღაც გასაგები მიზეზების გამო ვერ გავაზიარებ, რასაც მე შევეხე რა. მაგრამ ესე არის ბევრი enterprise კომპანია, რომელიც შიგნით არის ჩაშენებული. აი სწორედ შეიძლება ითქვას, რომ ესე შუამავალს შეიძლება ეძებდეს, ან შუამავლის გაჩენით კიდე დამატებით ღირებულება შეიქმნება რა ორივე მხარისთვის თან. შუამავლისთვისაც ის პლატფორმა ვინც არის და საბოლოოდ ვისაც შეიძლება უნდადეს ის ღირებულება. ანუ საინტერესო რაღაც გავიაზრე ხა მგონი რომ აი
ისე ხა შენი ეს რეალურად იმაზე კაი პასუხი იყო აჩვენოთ ახსენა რომ აი რატო აქვს Google-ს რაღაც თულად იმის პოვნა და რატომ აქვს იმას OpenAI-ს მარტივად ეს onboarding-ი რა და ეგ ძალიან საინტერესოა რომ უკვე თუ არსებული ბიზნესი ხარ და არსებული customer-ები ყავს ო ბევრად უფრო მაღალი რისკია რომ დაიწყო რაღაცა პროდუქტის მოფიქრება და ამ პროდუქტის რაღაც შეუქმნა თავისი onboarding flow, ტელემარკეტინგი, ეცა გავრცელო ყველანაირი ინფორმაციის ჩანელებით რო აიცით ეს მაქვს. ეს არის ერთი გზა რომელიც შეიძლება დაერჩიო და მეორე გზა არის რომ ჩასკროლო, ნახო შენი top 5 კლიენტი, ამ top 5 კლიენტს მიწერო რომ აი ამ ფიჩერს ვაკეთებ და ხარ თუ არა დაინტერესებული, მოდი დავბუქოთ call-ი და ეს ტიპები რომელიც უკვე შენთან არიან დაონბორდებული, ხო? მას შემდეგ რაც გეტყვიან requirement-ებს დაიწყო და გაუკეთო ეს რა. და ეხლა თან მივხვდი რომ რეალურად მე ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ ანუ ჩვენ ეხლა სტარტაპი ვართ შეიძლება light-ში, მაგრამ B2B კომპანია ვართ და enterprise კლიენტებს ვემსახურებით და ამ AI-ზე რაც გავაკეთეთ, ეხლა რო გინდოდეს ჩვენ AI features გამოყენება. ესე ვერ გამოიყენებ რა, ანუ უნდა მოგწერო თუ ჩვენი კლიენტი ხარ უკვე უნდა მოგწერო რომ მინდა ის გამოყენება, ან ჩვენ მოგწერთ რომ გითხოთ რაღაცა და გაინტერესოთ და რომ მოგწერ რაღაც ჩვენ მენუალი ხელით იქ რაღაცას ჩაგირთავთ და მე გაქვს უკვე ეს ფიჩერი ზუსტად გუამრას თქვა რა Vimeo-ს სტილში რომ თვითონ ეს ფიჩერი გაქვს, მაგრამ არაფერი არ გვაქვს ანუ გარშემო დიდად ჯერჯერობით რა, იმიტომ რომ ბევრად ნაკლები რისკი იყო ამაზე კეთება ალბათ ფაუნდერის განსახილება ვიდრე ისე ეს გააკეთე რა და მე ალბათ ეს ითარგმნება Microsoft-ის scale-ზეც ალბათ ხო? Microsoft-მა შეიძლება მსგავსი რაღაც აკნა ზუსტად და თუნდაც Google-მა. აღმოჩენილი აქვს თავისი core რა არის და იმ სხვა რაღაცეებში სხვა თუ იზავს თავისთვისაც არგებელია რა, ანუ როგორც API-დონეზე გაყიდო რამე რა, ანუ ერთ რამეს კარგად აკეთებენ და აქედან უკვე მეშლიან თელ specs რა შესაძლებლობებს. მათ შორის ალბათ ეგეც რომ აი რატო არიცი, მაგალითად აი granola რო ვიცის ახლა ყველა ესეთ Twitter-ის ნახულმა ადამიანმა და ახლა Teams რო ქონდა იგივე პრინციპში ახლა იმასაც რაღაცა Slack-იც რატო შალი გუა? Twitter-ი წავშალე. რატო კაცო რა? რატო დავტოვე Twitter-თან მარტო? Approved. Twitter-ი წინა კვირას subscription-ი ვიყი და მეთქი რომ დავპოსტავ ხოლმე თქო რა. და დავიწყე რა, ცოტა მოკოქვა რა და მე ვთქვი რომ მობილურიდან წავშალე რა. ანუ მინიმუმ აი უკვე მოცემულობა შეცვალე ახლა შენთვის. ეს ის იქნებოდა პროვოკაციული კლეიმი იქნებოდა ამ minded guy backup-ი არის რა ახლა ყველა ამებში რა. ახლა მოწყენილი კი არ ვიყავი და მაგ დროს წავშალე რა. ანუ ისე დამდივარ. მოკლედ ერთ hacks გეტყვით რა. ოღონ თან გავაჟღერე. დავფიქრდი ესეთ რაღაცაზე რომ თქვენ გიყვართ თან რა, რომ მაგალითად 10% სიგნალის ნაწილი როგორ ვიყოთ, ხო? რა, ანუ ამდენი ნიუსია და როგორ დავიმორჩილო ჩემი თავი, ხო? თან თუ ცნობის მოყარე ხალხი ვართ. და აქ ხა თანვე ჩვენს გვისმენს, ის ხალხიც ცნობის მოყარეა, ხო? მოკლედ ერთ რამეს მივაგენი, რომ მაქვს რამდენიმე აპლიკაცია, Grok-ი, Gemini და Perplexity. სამივეს საღამოს ვეკითხები ერთ და იგივე კითხვას. აბა პირველი კი გამოიცანით. პროვოკაციულად ეს ერთი ამბავი, ანუ უნდა ნახოთ ძალიან ფან გადააკეთებს ხოლმე თავის წესს. პროვოკაციულად ანუ როგორც presidential brief და presidential brief-ში არის უკვე რომ სეგმენტებად დაყობს და ანუ მიუთითებს კიდე იმ სეგმენტებშიც და high level-ზე წერს რა. და ფაქტიურად fluffing-ს რაღაცა ანუ ტერმინებსაც არ უთითებს არაფერს რა. ძალიან აი პირამიდ პრინციპი რო არის ლოგიკის და წერის, აი ეგეთ მეთოდში აკეთებს რა. და ვეუბნები რომ AI და Gemini სიახლეებზე რომელიც ბოლო დღეს გავრცელდა რა. აქტიურად Grok-ის წყაროები არის Twitter-ი და თავისი Twitter-თან მიახლოებული ამბები როც არის, Gemini-ს Google-ი აქვს უფრო და Google-ი ნიშნავს იმას, რომ news საიტები, ხო? და Perplexity ცდილობს, რომ ორივეს შუალედი დაიჭიროს რა.
ანუ Perplexity უფრო პრეზიდენტულს როგორც შემჩნე ვერ აკეთებს რა, მაგრამ მაინც ახალ სიახლეებს აკეთებს. ეს ყველა რო სამივე რო გადავიკითხო აქტიურად, შემიძლია ჩემი fear of missing ინფორმაციის ნაწილი დავიკმაყოფილო რა. Perplexity-შიც და ამ ნაწილშიც source-ებიც მითითებული. რამდენი ხანია რაც მაგას მიყვევი, რა ქვია? 4 დღეა. Come on, dude. აი, მეკონა რომ მინიმუმ 2 წელია უკვე და რაღაც დღეებს გვაპირებდი და რაღაც. მაგრამ ძალიან კაი იდეაა. არა, მაგარია რა გინდა. მაგარი ჰეკი. ეხლა მეორე ნაწილი რას ვიყენებ რა? ეხლა მანამდე 2 წელი არა. მანამდე 6 დღე ასაკეთებ. პრაქტიკაში რა მაქვს რა? ეს კიდე მის რა ქვია? გიორგიმ რო გააზიარა ერთ-ერთი იდეა, ერთ-ერთ თქვენ ჩანაწერში, იქიდან გამომდინარეა რა. რომ თქვენ თუ არ ხართ, კიდე ხართ GPT-ის იუზერი, ChatGPT-ის იუზერი, ანუ მოგიწოდებთ რომ Gemini გამოიყენოთ. თუ დეველოპერული ამბებისთვის თუ არ იყენებთ ChatGPT-ის მანდა მაინც, ანუ Gemini კიდე ეკოსისტემის ნაწილში ძალიან ბევრი ფიჩერი აქვს რა, რომელიც დაგეხმარება. ну ერთ-ერთი ყველაზე ამ ნაწილს ეხება სწორედ რომ ინფორმაციას როგორ ვამუშავებ. რომ newsletter-ები რომლებიც მაქვს გამოწერილი, მაგალითად AI news, ან რაღაცა AI small tips rocks კიდე და რამდენიმე newsletter-ი რომელიც მაქვს რაღაცა venture fund-ები. Substack-ზე გაქვს newsletter-ები თუ საერთოდ ანუ იმენა newsletter რომა რო აგდებს ხოლმე ჩვენთან მაგ newsletter-ებზე არის საუბარი. რომა მოვიკითხოთ. რომას წარმატებები თავის ლავაბლში. ეხლა და სტოკჰოლმი როგორ ვიცანი, აი მაგ ქალაქს ეთხოვა რომ რაღაცა ღრუბელი და ფანჯარასთან ნატურა მზის, ანუ ბუნებრივი ისა ხელოვნური რა, ანუ ეგ არის სტოკჰოლმის ამბავი. ეხლა ჩვენ ერთ-ერთი ერთგული გამომწერი რომა გადის გასაუბრებლად ლავაბლში და წარმატებას და ამაზე იყო სტოკჰოლმი რო ახსენებო. კი. აი ესეთი ჭორებიც ვიცით ხოლმე რა, ანუ მე იქ ჭყალებში რაღაცა Facebook გვერდიდან კი არ გავიგებთ რომ აქ მოხდა ეს, უფრო ინსაიდერული ამბები ვიცით. შესაბამისად, ამიტომ შემოვერთით Discord-საც და არ ვიცი ამ channel-საც რამდენი პროცენტი აჩო, რომელიც გვიყურებს და არა subscribe-ებს? აი 120% ჩვენი მაყურებლების არა subscribe-ებს და დანარჩენი 17 unsubscribe-ებს, ანუ ეს თავარი არქის მათემატიკით ეგრე ხდება. ესეც მშვენიერი. მოდი, ჩემ ნაწილს დაუბრუნდები რა. რომ ნახეთ, subscription-ები რაზეც მაქვს გაკეთებული, ანუ Gemini-ც იქვე მაქვს ბრაუზერში. ანუ თუ Gemini-ის პლუსი ნაყიდი გაქვთ, მარჯვენა მხარეს გაქვთ Gemini-ს რა, რომელსაც შეუძლია მათ შორის მეილების წაკითხვაც და დუდუმ რო იკითხა ექშენები თუ შეიძლებაო ექშენების გაკეთებაც. მაგალითად მივწერო რომ ივენთი ჩავაგდო გიორგისთან შექმნის ივენთს და ესე შემდეგ two-way კომუნიკაცია შეუძლია. და ერთ-ერთი ჰაკი რომელიც ჩემი არის რომ ამ ნიუსებში აღარ შევდივარ, იმიტომ რომ newsletter-ებში რომ რაღაცა ვიცი რომ 60%-ში რეკლამა უნდა გამოჩნდეს, ხო? ან სპონსორ პოსტი ან რაღაცა ეგეთი ამბავი, ხო? ამიტომ Gemini-ს გამოშლი და ვეთქვი რომ აი ბოლო დღეს რა newsletter-ებიც მოვიდა პროვოკაციულად, ცხადია. ეგ ნაწილი, ანუ შეაფასე, გადახედე და მომწერე. შესაბამისად, ერთი ნაწილი ჰაკი ალბათ რომელსაც უფრო მეტი ხანია ვიყენებ ვიდრე 4 დღეა, აჩო. არის სწორედ ეგ Gemini-ს გამოყენება Gmail-ში. რაც არა მარტო მაგამებში მეხმარება, არამედ კიდევ სხვა რამეებში, რადგანაც ექშენებიც უკვე დამატებულია მასთან. ძალიან მაგარი. ესე რა სიტყოდი რომ ეხლა ჩემს ძალიან დიდი ფუში მიმდინარეობს ზოგადად ყველა თიმში რომ აჩემა მეტმა ხალხმა გამოიყენოს AI. აი რაღაც Shopify CEO გამოვიდა რომ აი ყველა აუცილებლად გამოიყენეთ AI. და რა თქმა უნდა Wise-ის და შემდეგ ბევრი ფაუნდერი ამას ბაძავს და არა მარტო ხო? და უკვე თვეები გადის და ანუ არ ვიცი რამდენად ეფარენტ არის და ეს არა მარტო კომპანიის დონეზე, ხო ჩემი თავის დონეზეც რა. ზუსტად მე არ გამიზომავს და არ ვიცი თუ იცით, თუ გაზომა რამდენად
მართლა მოიმატა რაღაცების პროდუქტიულობამ რა. ან როგორც Microsoft-ის CEO თქვა, რომ რეალურად მოდი პირველი გოული AI-ისთვის იყოს, რომ GDP გაიზარდოს 20%-ით რა. იყოს რაღაც ეს წინ თქვა, მე მგონი რა. აი, ეგეთი შეფასებები თითქოს არ ხდება რა. და ნუ თან ეგეც არის, რომ იცვლება შეფასების მეტრიკებით რა. ადრე თუ დეველოპერებს შეიძლება აფასებდი იმით, რომ რამდენ pull request-ში ფავდნენ და რამდენ ხაზ კოდს, ეხლა მაგით შეიძლება ვერ შეაფასოს საერთოდ. ხო, ნუ არ იდეალური არც მაშინ არ იყო ეს შესაძლებელი. ამ ძალიან მოკლედ და კონკრეტულ კითხვაზე რამეცით პასუხი რა. მე დღეს მქონდა რაღაცა მაგ იდეის მომიჯნავე იდეის realization. აი კაკრას დღეს რომ ეს რაღაც დავაკვირდი რა რომ ჩვენ ახლა რაღაც AI პროექტებზე რომ მუშაობთ, ძირითადად რაღაცებს ვსწავლობთ, თქვათ რაღაცა ისეთ ყველა სწავლობს და მოკლედ ხანდახან არადა ძალიან ხშირად არის რომ ჩემ გარდა სხვა ადამიანიც რაღაცა ისეთი solution-ი შემოდის პროცესში. რაც თქვათ მე ველაპარაკე AI-ს თქვათ რა. და ეხლა დღეს მქონდა ესეთ realization-ი რომ ხო არის ისეთი ამბავი რომ რაღაცა creativity-ის ნაწილს ცოტა შორდება პროცესები რომ ასე ვთქვათ ერთი და იგივე solution-ებამდე მიდის ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის AI-ის გამოყენებით. და რაღაცა ვთქვათ და სინამდვილეში ანუ რაღაცა ის extra value შეიძლება რომ ისევ არ შეიქმნას რა. ანუ ეხლა თითქოს ხალხი ვინც რაღაცა value-ს ქმნიდა ყველა ისევ AI-ს ეკითხება ეს AI solution-ებს დებს და იმდენად ბევრი ერთნაირი solution-ი იდება ამ AI-სთან საუბრით რა რომ ანუ იქნებ ანუ ჩვენ კოდის წერაში კი ავჩქარდით თქვათ AI-ით მაგრამ იქნებ overall value ამ კოდის წერით აღარ მოდის რა ცოტა უნდათ ჩავაყალიბე ან თუ სიგიჟე ვთქვი მითხარით და ამოჭრათ პრობლემა ანუ იმას ამბობ რომ ყველა გამდიდრდა $1,000,000-ით და ამიტომ არავის ზეყმა გავლენა არ მაგას გულისხმობ. არა, მე ვიძახი რომ პრობლემების solution-ები ძალიან ბევრი არის ერთნაირი და იმიტომ ერთნაირი რომ AI-მ დააპროპოუზა და შესაბამისად რაღაცა რეალური value არ იქნება რა მაგით რა. რატო ყველა რეალური value თუ არის? მე ყველაფერს შეგეკამათები ხა. ანუ ყველაფერი რეალური value თუ არის რა პრობლემა არის? ანუ რეალური value ერთ და იგივენაირი რო იყოს ხო შეიძლება რა მნიშვნელობა აქვს კაცის მიღებული რეალური value. აი ეხლა ფილოსოფიური მაშინ რო შევიყო. შეიძლება გავაგზავნოთ. აშშებულება არის არასწორი. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. არა, partially არასწორი ეს ვთქვა. მე ერთი ნაწილი რაც დავიჭირი აჩოსგან, რაც ისეთი იყო რა, რომ თან რასაც ამბობდა, ანუ მე გადავთარგმნე ესე რომ ანუ თუ ჩვენ GenAI-ს ვეთქვით რა უნდა გადავწყვიტო, რაში შეიძლება დამეხმარო რომ გადავწყვიტო, ხო? და ჩემეული გადათარგმნა კიდე სად წავიღე რა. ანუ სად შეიძლება ეს გაზიარდეს და სხვამ დაინახოს. ანუ ყველამ ჩვენ თავში უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენი განვითარება თუ რაღაცა სხვისი განვითარებაც უნდა შევამჩნიოთ და მისგან ავიღოთ. და დღეს რამე სისტემას გვთავაზობს ვინმე რომ სხვისი მაგალითად მე რო თქვი ახლა ხო რომ recording-ზე ვაკეთებ sticky note-ებად ვეუბნები რომ დამიწერე our users can ამ შეხვედრაზე რაც ითქვა ესეთ ფორმატში გადააქციე რომ our users possible to do რა და sticky note-ებად გადამიკეთე რომ მინიმუმ ხალხმა რა თქვა დეკონსტრუქციაზე დრო აღარ დავხარჯო ხო რომელზეც მართლა 1 საათს დავხარჯავდი ნახ 1 საათიანი workshop-ის მერე ხო ანუ ყოველგვარი იმის გარეშე რა თან 1 საათსაც იმიტომ რომ აი რასაც მოვასწრებდი ზოგ წინადადებას ვერ გადავაკეთებდი და შეეძლო რომ კიდე რაღაცები გამომკვლებოდა time slot-იდან გამომდინარე ვიზა. ამიტომ აჩოს წინადადებას კიდე ესე გადავთარგმნი რომ ანუ სისტემური მიდგომას რას ვთავაზობთ. მაგალითად ხალხს ჩვენ ორგანიზაციაში ან გარემოში რომ არ ვიცი ნიკამ რომ shift tab-ი აღმოაჩინა რომ აგენტიდან ask-ზე გადართავ მარტივად კურსორში და აღარ მოგიწევს ხელით გადართვა ან რა ვიცი თქვა რომ იცი რა ჯერ ask-ს კურსორში ჯერ ask-ზე ვეუბნები რომ ეგ არ ვიცოდი რა და მოდი ეგ რაღაცა გამარკვევინე და
მაგალითად ამ თემაზე რა იცი და მე რეკითხი აგენტს, იმიტომ რომ conversation-არიც მიაქვს და უკვე თუ შენ რა იცი ეგეც დაგენერირებული და უფრო რაღაცა ნაკლები კონტექსტით, მაგრამ უფრო მეტი დაღირებული შედეგი იქნება, ხო? ანუ შეიძლება იცოდით ეს ახლა, მაგრამ აი პატარა თაინი რაღაცები რო არის, ანუ ჩვენ ხო კიდე სისტემურად გვინდა ფიქრი რა. ანუ სისტემურად სად თავაზობთ ამას რა და მაგის საშუალება დღეს არ არსებობს. ან და ეგ არის დასანერგი პირველ რიგში. ანუ აი რომ მივდივართ მაგალითად, რომ მივდივართ კი არა, რო არის კომპანიაში, რომ use case-ი რა შეგვიძლია დაიდოს. ნუ ეგ არის, ანუ პროდუქტული use case-ი შეიძლება იყოს ერთი განხრა და მეორე პროდუქტიულობის რა. მაგრამ ერთ რამეზეც, ანუ ვინ აკეთებს ხოლმე ესეთ საქმეს use case-ებისას? აუდიტორი კომპანიები. და აუდიტორული კომპანია როგორ იქცევა? ანუ ხო მაგათგან უნდა ვისწავლოთ. რას აკეთებენ ისინი? შეისწავლიან რაღაცას და მერე დებენ და ისინი აუდიტორული კომპანია ყველა რას აკეთებს, იცი? ანუ მილიონს მოგთხოვენ რაში? რომ აგერ არის 123 რაღაცა, ამ ყველას თუ გააკეთებ, შენი პროდუქტულობა გაიზრდება 15%-ით. მაგალითად, პრინტერი თუ გააქვს, აუცილებლად უნდა გქონდეს გვერდზე პრინტერის კარტრიჯი, წინასწარ. ხო, რაღაც კალამი თუ გააქვს, მეორეც უნდა გქონდეს. და რაღაცა ისეთ როგორც მაგალითად tab shift-ით რო რთავ იმას, ხო? ესე გეტყვის 120 რა და ხალხო ეგ გააკეთეთ რა. ხო და მაგი ის უნდა ამ AI literacy-ის ნაწილშიც ჩემი აზრით რა, რომ რაღაცა SWOT team-ი უნდა ჩამოყალიბდეს, მე ესე ვიზავდი მაგალითად კომპანიაში რა, რომ ხალხო ეს use case-იც ძალიან არა ბუნებრივი ტერმინი არის. აი მაგალითად 100 კაციდან ჩვენ გარეთ რო გავიხედოთ კიდე არ ვიცი რა, ანუ use case-ი რო თქვა გადათარგმნის რა, მაგრამ დეკონსტრუქციას ვერ მოახდენს. ამიტომ ავიც მეც ესე ვიზავდი, რომ ანუ აუდიტორულ კომპანიებში ისინი როგორ აკეთებენ, რა ფორმატირებით აკეთებენ იმ საქმის შესწავლას რა და მე როგორც აკეთებენ და ანუ მაგ გამოცდილებით შეიძლება რომ გადაიტანო AI literacy-ის გაჯანსაღებაც კომპანიაში. რომ სხვას დაანახო, competition-ი შექმნა, ანუ hackathon-ის ნაცვლად რაღაცა workflow hackathon-ი გააკეთო რა, ან სხვა ტერმინი გამოიყენო, რომელიც ხალხი იტყვის, რომ მე ამას ესე ვაკეთებ. გუა, მე მაგ ერთი კითხვა რა. ძალიან მაინტერესებს რა. ეს კაროჩე. ჩემი აზრით მე იგრევე დავტესტავ ჩვენი პოდკასტის მერე იმას რა ქვია. რამდენადაც ინტენსიურად შემოვფრთხილე, სიტყვა პროვოკაციული უნდა გამოიყენო პრომპტინგის დროს. ხა კითხვა ხო და შენ წერან სანალაპარაკობდი რაღაცები მე მოვგუგლე და რამე ფეიფერები ხო არ გინახავს თუ ანუ მე მაინტერესებს როგორ გახვედი ამ სიტყვა პროვოკაციულამდე რა. როგორ მიხვედი? ანუ ისოდ რაც როგორ არის. რენდომ ეჯექტივების ტესტავდი რა. წყალწაღებული, პროვოკაციული და ნახე, გეტყვი. მოკლედ, თან გიორგისაც უკავშირდება. მოკლედ, ზოგადად რაღაცების წერა რომ მინდა ხოლმე, ანუ რაღაცების წერა კი არა, ან დაწერა, ან გაგება. ვცდილობ ხოლმე რომ მაგალითად ჩემი რაღაცა ტოპ ხალხი ვინც არის, ვისაც ვკითხულობ ხოლმე და რაღაც მაინდსეტურად ახლოს არის, მაგალითად, არ ვიცი, პოლ გრეჰემი, DHH-ი, ან ჯეისონ ფრიდი, ან ნავალი. ვეუბნები რომ რაღაცა ამ ხალხით, ანუ ეს სტატია რაღაცა ამათი იდეებიდან და ან წერის სტილიდან, ანუ მითხარი რა. ახლა ნავალი უფრო ფილოსოფიურ ტექ, ანუ მაგ ნაწილსაც გეტყვის. თუ DHH-ი გინდა ძალიან sharp, on point, ხო? concise, no fluff, რაღაც ეგეთი ტერმინებით არის რა და ანუ რაღაცა ბუნებრივობაში წარმომიჩნდა ისე რომ ეგეთი სტილისტიკას, ანუ წერისას ერთი სტანდარტი ხო არის სტილი მიუთითეო რა და ანუ ხალხსაც თუ მიუთითებ იმ ხალხზე ხო თვითონ აგენერირებს მე ავტომატურად რომ რა სტილი დაწეროს რა და ანუ მაგას ვიყენებდი და ეხლაც ვიყენებ რა ანუ ან რამის შესწავლაში რომ იმათი გადმოსახედიდან შევისწავლო ან მე თვითონ დაწერაშიც რა რომ მაგალითად აი ასეთი სტილი შეიძლება მე დავწერო მე არის მეორე გიორგი რა სადღაც არ ვიცი გამოიყენა რომ ანუ ეს ტაიტლები YouTube-ისთვის რომ დაეწერა რაღაცა პროვოკაციური გვინდა მე მგონი ერთ-ერთ რაღაცა პირველ რამდენიმე შეხვედრაზე თქვა რა თუ სადღაცა გაზიარებული ხო და მეც მაქედან მაგის კრედიტს არ ავიღებ რა მაგ იდეის მაგრამ ნათქვამი მექნება
ხო, ანუ კრედიტი ხა YouTube-ზე ტაიტლის პროვოკაციულობა ისეთი ამბავია რა, მაგრამ ანუ შენგან მახსოვს კიდე ეგ სადღაც გამკრა რა. ხო და მაგის მერე სწორედ ეგრე ვაყენებ რა, რომ როცა მინდა რომ YouTube ჩავაგდებ და ისმინდა, მირჩევნია რომ პროვოკაციული წაუმძღვარო და quote-ებიც მოიტანოს იმ ადამიანის, ვიდრე რაღაცას არ ვიცი, თავისი სტილი თვითონ მოიფიქროს, რომელიც, რა ვიცი, system prompt-ში Gemini-ს ის მაგ სტილით არაფერი არ მაქვს გაწერილი რა. ამიტომ ეგ არის. მაინც კრედიტი გიო შენზე არის და იმ ხალხზე, რომელსაც აჰაიფებ და უსმენ. დოპამინ მაქსინგი, რო ანუ take-ებს რო პროვოკაცია. რა. ანუ მეორე გამოყენება შეიძლება მაგას ის კონდეს, რომ თუ მე თქვათ გინდა რომ როგორც ახსენეთ, თქვათ Twitter-ის რაღაც personal brand-ის ის გაზარდო რა, მაგის საუკეთესო გზა ბატონი ტრამპისგან ვიცით მაგის paper-იც ხო არის 2016-ში მოხდა, რომ პროვოკატიული რაღაცაო და დაწერა, რომელიც შენ აუდიენციას ორად ყოფს და მე კიდე ერთი ხარე და გავყვე მაგას რა და ხო ეს უკვე ყველა პოლიტიკა ეგრე მუშაობს ეს უკვე რა. Sorry. ხო და მარი ეგეთ. შეიძლება რომ ანუ მაგას რო ეუნები პროვოკატიულს იქ ხო რაღაც ის ელემენტი როგორც მუშაობს ისეთ იმებს აქტიურებს რომ ისეთი სტილით გეუნება რაღაცებს რომ ავტომატურად concise და ძალიან ისეთი to the point-ან იმენა სათაური უნდა იყოს რა და მეტი არის შანსი რომ შენ twin-შიც უცებ მოახდინოს რეაქცია და რაღაც გაგიხსნას იმიტომ რომ რეაქცია ანუ აი ცადეთ რა თქვენ ძალიან ისეთი თან ფანი იქნება და თან ის ანუ ტერმინებს ისე გადააკეთებს რომ თავში გეხსნება მიმღებლობის ისინი რაღაცეები თუ რამე ეგეთი არსებობს შეიძლება ეგეც გავავრცელოთ აი პოინტია და სასწრაფო რა აი თვითონ პროდუქტიულობის ხრი რა აი მაინც მაგ კითხვაზე და აი ფიქრი რა რომ შენ ხა ახსენე ბევრი რაღაცა რაც რაშიც დაგიზოგა საათებით ხო და კი ანუ მეც ხა პრინციპში რო ვიხსენებ აი თუნდაც ეგ მარტო ეგ რო ახსენოთ რომ აი მიტინგების summarization-ი მაგის გარდა მაგალითად ისიც რომ მაგალითად სამსახურში რაღაც support request-ი რო გაქვს და რაღაც ტექსტი thread-ი გაქვს user-თან და დებაგი უკვე მიხვდი რაც არის პრობლემა და ეხლა ამის GitHub ticket-ი უნდა დაწერო თქვა ხო და ამას პირდაპირ დაიგენერებს ეგრევე ხო ან თუნდაც ეხლა Slack-მაც დაამატა მაგრამ ჩვენ თავის დროზე internal tool-იც ჰქონდა რომ Slack-ის thread-ი რო just დაასამრაიზო რომ შეხედო დაახლოებით რა ხდება რაღაც ეგეთი ბევრი მიკრო ოპტიმიზაციები გვაქვს რა ასაკებია მეორე მხრივ კოდში რო გვაქვს საშუალება რომ ბევრი კოდი დავაგენერიროთ და რამდენად ეგ გუმატებს რეალურ პროდუქტიულობას მაგაზე ახლა მიდის ბჭობა ხო რაღაც ისე რო იდება რომ დეველოპერს გონიათ რომ პროდუქტიულები არიან მაგრამ არ არიან მაგრამ მე როდესაც მეგონი რომ ეგ სტადი არ არის სწორი და შენთან რაღაც გაიყვება აწიმა რა ერთი ნაწილია რა რასაც ამბობ მიკროპროდუქტიულობას პარემ ახსენეთ ახლა ამ პოდკასტშიც ანუ საფარასგან ერთი კარგი კიდე რაც მაქვს მენასწავლი არის ის რომ ცხოვრებაში აბსტრაქციები უნდა შეიქმნა როგორც კოდში ისე რაღაც ცხოვრებაშიც რა და განსაკუთრებულად პრომპტინგში და მითითებებშიც რა ნუ რაღაცა ანუ უნიკალური კი არ კონდეს შეიქმნა მაგალითად აბსტრაქცია როგორ გინდა რომ ტიკეტი დაგიგენერიროს ერთხელ მაგალითად გუშინ Copilot-ს ერთ-ერთ ნაწილზე მივწერე რომ ანუ ეს თემა ყოველთვის ესე დამიგენერირე და იმახსოვრე რა ანუ ხშირად პირველად როცა შევეჩეხები ხოლმე ეგეთ ნაწილს თუ ტექსტის გენერირებასთან არის რა ანუ აუცილებლად ვცდილობ ხოლმე რომ ცალკე გამოვიტანო და prompt template-ი შევქმნი მაგალითად Gemini-საც და იმას Copilot-საც ორივეს აქვს ცალკე გამოყოფილი prompt management სადაც შემიძლია რომ ნებისმიერ დროს გამოვითხოვო და როგორი გამოცდილება იცი გაკეთებული რომ მაგალითად მაქვს საჭიროება რომ პროექტის ბრიფი როგორიც მე მინდოდა რაღაცა ნოუთებიდან გამომდინარე დაიწეროს რა მაგალითად ეს ნოუთები მაქვს system prompt-ი რო წარმოვიდგინოთ რა ოღონდ consumer გამოყენების ნაწილში ანუ გაიხსნება ფანჯარა
სადაც ჩავწერ ამ ჩემ ნოუთებს და იმას უკვე რა მივაწოდე მე. რომ მე ახლა რო ჩამგიწერ ამ ტექსტს, შენ ამ ტექსტს უქენი ეს, თუ გინდა ჯირაშიც წადი და ტიკეტი შექმენი და თან კიდე რაღაცაც კიდე დამატებითი გააკეთე რა. ანუ ეს უკვე წინასწარ შევქმენი. და რამდენჯერაც მინდა მე მაგალითად იმენჯერ გამოვიყენებ უკვე ამ ნაწილს. ამიტომ ერთი კიდე დამატებითი მაგალითად მიკროინტერაქციების, ანუ prompt templating-ი არის ჩემი default-ი. ნუ Copilot-ში რა, enterprise გარემოში განსაკუთრებით. ანუ ეს არ არის აი ChatGPT-ში რო არის პროექტები, ანუ კიდე ცალკე ამბავია რა, ანუ ერთი პროექტებს ხო თავისი ღირებულება აქვს რა, მაგრამ ეს prompt templating-ი მე მგონი GPT-ს არ აქვს ეგრე კარგად გაშლილი ჯერ რა, მაგრამ Copilot-ს აქვს. შეგიძლია ეს პრომპტები მე sharing-იც გაუკეთო, რომ აი ნიკა გაგიზიარო მაგალითად შენ, რომ საერთო მეილები როგორ მივწეროთ მაგალითად მეორე შეხსენებაზე, ხო? ან რაღაცა კიდე დამატებითი ესეც თემები. ალბათ ანუ რაღაც დონეზე მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ დღეს ანუ enterprise-ი ხო ისეთ ფიჩერებს შეფავს, რაც safe არის რა. წყალებში safe რო რაღაც ესეთი არ მოხდეს enterprise-ში, ან data leak-ი ან რაღაც security issue-ში და ამ წუთას რაც არის safe და რაც პროდუქტიულობას მატებს არის internal tooling-ი კომპანიებისთვის რა. ჯერჯერობით რაღაც enterprise solution-ები, რომლებიც რაღაცა გარეთ შენ customer-ები კლიენტებთან values დაგიშიფავს, ეგეთები enterprise-ებიდან დიდად არ ჩანს რა. ნუ გასაგებია რომ ხა VS Code-ი რომელშიც ჩაშენებულია რაღაც coding agent-ი ასევე Microsoft-ისა, მაგრამ ალბათ მაგათი enterprise suite-ში ეგ არ გადის, ხო? ხო და ამიტომ რეალურად ანუ ეგ არის სტარტაპების საქმე რა. ჩვენ როგორც ხა build-er podcast-ი გადავიდეთ ხა მართლა პროვოკაციულ კითხვაზე, რომ ანუ შენ ეს რომელია ანუ ის ინდუსტრია და პრინციპში რამდენიმე obvious პასუხიც აქვს ამას, მაგრამ რომლებიც არის ის ინდუსტრიები, სადაც ანუ სტარტაპები შენი აზრით ყველაზე მეტ პროდუქტიულობას ადებენ და შემდეგი რა არის რა, ანუ Gen AI-ისთვის მზა ინდუსტრია, რომელიც ესე disruption-ი მოხდება, ну ჩვენ ახსენეთ ხოლმე რომ რაღაც მარკეტინგი უნდა იყოს ეს რა, დღეს მანდ არის რაღაც კვლევები და იმით. ხო, ანუ მარკეტინგს აკლია ანუ სისტემური შეკვრა. აი კიდე აგენერირე ტექსტი, მაგრამ მეორე ვერსია რო გაქვს, ეგენი Word-ის დოკუმენტში უნდა ჩაწერო ცალ-ცალკე. ანუ Canvas-ი არა გაქვს. ანუ ხო ხდებით რას გულისხმობ, ანუ პრეზენტაცია თუ კიდე ცალკე უნდა წაიღო იქ ვერსიებს როგორ აჩვენებ, ან შეცვლის შემთხვევაში კიდე იგივე სხვა გზა უნდა გაიარო. ანუ ახალი მაგალითად უკვე ამისკენაც იფიქრა ხალხმა რა. ზოგიერთი ახლა უფრო გავრცელებულია რომ ერთ ფოტოს აგენერირებ, ან 4 ფოტოს აგენერირებ, ხო? ან ძირითადად ესეთი დინამიკაა ცალ-ცალკე რა, მაგრამ როცა უკვე გინდა რომ ესეთი დაგენერირებით სამუშაო პროცესი შეიტანო თუნდაც მარკეტინგში. მაგალითად არის ხელსაწყო, რომელიც ანუ Canvas გთავაზობს და შენი ისტორიები, მაგალითად ფოტოები, რომლებიც დააგენერირე, ან არტეფაქტები, რომლებიდანაც დაგენერირე და ფოტო, ან რაღაცა ტექსტი, ანუ ამის ვიზუალიზაციის საშუალებას გაძლევს. რომ წარმოიდგინო რაღაც Canvas-ზე რა. რაც მაგალითად ხელს უწყობს იმას, რომ ანუ შენ ერთი მხრივ ვისაც ემუშავები გზა დაანახო და სამუშაო გარემო როგორც Figma-ს შემთხვევაში იყო, რომ შემსრულებელიც იქ არის, დეველოპერიც იქ არის, დიზაინერი შემსრულებელი, დეველოპერიც იქ არის და რავი product manager-საც შეუძლია იქ ღირებულების ატანა რა. ამიტომ მე ერთ ნაწილი ანუ adoption-ის ნაწილში უფრო ინდივიდუალური გამოყენებებიდან რომ რაღაცის შექმნა შეიძლება. აი კოლაბორაციულად ამ თემების გაზიარება და იმიტომ რომ ანუ one shot-ი ხო არ არის მარკეტინგის output-ები რა. ანუ სულ არის რომ უკავშირი გინდა რა. ხო და მაგას საცთავაზობ. ანუ რა ვიცი, Canva-ში ხო არ გადაიტან, ან PowerPoint-ში ხო არ გადაიტან, ანუ სისტემური კიდე გარემო უნდა on top of, რომ შეიკრას end-to-end პროცესი რა. ეგ ერთი ნაწილი. ანუ მეორე ნაწილი, რომელიც ალბათ disruption-ის ნაწილი, ალბათ ნუ კიდე ცხადაც ვიტყოდი, რომ ეს
data analytics მიმართულებაა რა, რომელიც ვიტყოდი რომ ჯერ კიდე მაინც კომპლექსურობას გადის რა, რატო? იმიტომ რომ data როგორ არის დამუშავებული და data-ს როგორ მიაღწევ რა. და თან ანუ ძალიან ბევრი პროცესი ისედაც რა, ანუ შეგვიძლია გავკვირდეს მაინც რა, მაგრამ მაინც Excel-ში არის. ან Excel-იდან კიდე ერთი ნაბიჯით Power BI-ში არის. რატო? იმიტომ რომ Microsoft-ის Sales Guy-მ გადაიყვანა იქეთ. რამდენი ადამიანი, რამდენი კომპანია 90%. ანუ და იქ ვართ რა, ანუ Microsoft-იდან Power BI-ში ვართ. ეხლა იქ რა მოხდა, მაგასაც ვიტყვი რა, რომ იქაც არის Copilot. ანუ იქაც ზუსტად გვერდზე რა, ანუ Excel-ში დღესაც არის Copilot-ი, სადაც შეგიძლია კითხო რომ აბა ეხლა ამ Excel-იდან გამომდინარე insight-ები დამიგენერირე და ჩარტებად დამიგენერირე, ანუ ისე კი არ დამიგენერირო, ჩარტებად დამიგენერირე. ან ცალკე დაამატეს კიდე, მე მგონი data analyzer-ი ქვია რა. და Excel-ს რო გახსნი, data analyzer-ს დააწვევი და როგორც ChatGPT-ն გვერდზე ჩამოგიშლის იმ Excel-ზე მაგალითად 5 ან 10 top insights თავისი ჩარტით. ანუ დღეს აკეთებს მაგას. საერთოდ ერთი თვის წინ ვიყიდე Copilot-ი მაგისთვის რომ დამეჯერებინა რომ Excel-ზე ნებისმიერი Excel-ი რა ახლა თუ ცხადია გონიურულად არის შექმნილი და რაღაცა რეალობას წარმოადგენს რომ იმაზე ისეთი insight-ი მომცეს რა. მაგრამ ანუ თემა რა არის ის რომ აი თუ ვისმენ რაღაცა გამოცდილებიდან გამომდინარე სხვაებიც რომ იზიარებენ როგორ ანუ მოთხოვნა არის რომ ownership-ობაზე ანუ consumer-ის მარკეტმა წარმოშვა სტიმულები რომ მაგალითად data-სთან მე მქონდეს პირდაპირი კონტაქტი. იმიტომ რომ დღეს დეპარტამენტები არსებობს, რომლებიც ინფორმაციას ამუშავებს. ხო? ანუ სტარტაპში შეიძლება ის არის, რა ქვია, არ არის საჭირო და უცნაური ამბავი, მაგრამ კომპანიებში არსებობს დეპარტამენტები და არ ვიცი 20 კაცია, 50 კაცია, რომელიც რაღაცა ინფორმაციას არის დატაბლიქსიან სადღაც ნახავს, გადმოიტანს, დამუშავებს, გაფილტრავს და მე Excel-ად დამუშავებს რა. აი ეს დატის დამუშავება კი შეიძლება კიდევ ეგ პრობლემა ისევ hard პრობლემაა, მაგრამ გარშემო რაღაცები გახდა easy. თან მოთხოვნაც გახდა უფრო მეტი. ალბათ ის კარპატის უნდა ვახსენოთ ხო ჩვენ შეხვედრაზე, რომელმაც თქვა რომ არის government-ი, რომელიც არის გაბრაზებული დრაკულა, არის enterprise, რომელიც ცოტა ისეთი ეჭვის თვალით მყოფი დრაკულა და ეს ხალხი, რომელიც კვერცხი როგორ შევწვა და აბა ის გადავიხადე და ამ თვეებში ესენი გადავიხადე და ანალიზი გამიკეთეო რა. ხო და ის შენი მენეჯერი ან ბორდის წევრი ან enterprise guy მართლა, რა ვიცი, სადღაც რო იყო საზოგადოებრივ შეხვედრაზე და თვითონ თუ უნდა რომ რაღაცა გაამზადოს, არ ვიცი რატო შეიძლება მოუნდეს, მაგრამ კვერცხის შეწვაზე თვითონ გადაწყვიტა რომ ვიდეოთი აჩვენოს ან რაღაცა ინფორმაცია შეხვდა ინტერნეტში და Copilot-ში კითხა დატაზე. ანუ იგივე მოთხოვნა იქნება, ხო? იმ თავის კომპანიაშიც. ხო და ეს matching-ი რო არ არის, დიდი მოთხოვნა ჩნდება. განსაკუთრებულად გამოცდილების ნაწილში და ცხადია data analytica არის მანდრო აი როგორ მოხდება ეგ დამუშავება. პასუხის მიღება, იმ პასუხში ჩარტი, ანალიზი, ან insight-ური პირდაპირი და არა მომზადების ნაწილი. და ერთად შევეხები. რომელიც აქ ალბათ ყველაზე ხელის შემშლელი შეიძლება იყოს ამ ყველაფერში არის GoData. რომელიც არის რომ ანუ ყველაფერი რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ახლა ძალიან დიდი საქმის ნაწილი დგას სახელმწიფო დატაზე. ხო? რომელიც რეალურად რის საშუალებას გვინდა დღეს. რაღაცა მაგალითად კანონმდებლობა რა ხდება მაგ ნაწილში, როგორ შემიძლია რომ გავიგო ამ საკითხზე რა მოხდება. არ ვიცი, მანქანის ჯარიმას თუ არ გადავიხდი რა მოხდება. ანუ კონსიუმერის მოლოდინია რომ დასერჩავს პასუხი ექნება რა. მაგრამ onჯიდან აიღებს მაგ ინფორმაციას თუ რაღაცა სხვისგან. ეს ახლა მარტივი მაგალითი. მაგრამ ანუ კიდე რო გააკომპლექსურო ხალხის მოლოდინი რა არის. მაგრამ ეგ მოლოდინიც რო შეკრა, გამოგდის ის რომ მაგ პასუხის coverage-ში აგერ ჩვენი დუდუ დამეთანხმება რომ გჭირდება ბევრი ლეიერი. რომ პასუხში იყოს, გჭირდება კანონმდებლობა, გჭირდება სამინისტროს რაღაცა დატა, გჭირდება შენი შეიძლება
უნიკალური ინფორმაცია ხო, არ ვიცი თიკეტიდან გამომდინარე ან რაღაცა იგეთი ხო? და ეს Go Data სწორედ ეგ ციკლი არის, რომელიც დღეს შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ანუ ტექ ტრანსფორმაცია მთლად ვერ გაუვლია რა. იმიტომ რომ ჩვენ თუ დიჯიტალ ტრანსფორმაციას ვამბობთ და რა ვიცი 10-15 წელია კომპანიები ამბობენ. ანუ API თუ არ გაქვს გამოდმული ისეთი, რომ გემრიელია და აგერ აჩო მარტივად მიაგნებს, ხო? ანუ ესე იგი ჯერ დიჯიტალ ტრანსფორმაცია არ მომხდარა რა და შეიძლება ბევრი კომპანია გადაახტეს მაგას. აჩოც კი მარტივად მიაგნებს. აჩოც კი პირდაპირ AI-ზე გადავიდეს ამ დიჯიტალ ტრანსფორმაციების რაღაცა გამოტოვებით რა. საინტერესო ის რაღაცა რაც ახლა underlying არის ამ შენ switches და რაც მე გითხრები. მაგრამ ბევრი ამას ჩემს დღეს არ უყურებს. არის რომ რეალურად შენ ამით რაც ამბობ, არის რომ მოდელები კი არ არის front end center რა. მოდელები 5 წელიწადში commodity-ია. და ანუ რეალურად შენ როგორ შეძლებ რომ რაღაცები აგენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადო და ანუ ეს API-ები გქონდეს და ეს basically ინტეგრაციები შეძლო ყველაფერთან რა. ეგ არის რეალურად alpha რა. ის კი არა რომ რაღაც კოდ Sonnet 4 არის მაგალითად GPT-5 გამოვა. რეალურად იქამდე დადის რომ ის აგენტები თუ გეყოლა მაგარი რა კონტექსტ მიცემ რა. კი. აქ შეგვიძლია მოვიშველოთ კიდე მემორის ამბავი. ერთი კარგი მშვენიერი პოდკასტი ქონდათ კიდე, ხო? მემორიზე კაი-კაცი ყავდათ მოწვეული. რომელმაც ეგ ტრენდი ახსენა რა, რომ აი ამ ყველაფერს კიდე სად ჩავაქსოვთ. ანუ ეგ ხო არ არის კიდე ერთი დიდი პრობლემა, რომელიც ამოხსნილია სად იქნება workflow, სად იქნება აგენტი, სად ჩაერევა ეს ყველაფერი, რომელ შემთხვევაში რომელი იქნება სტეპი, რომელ შემთხვევაში რომელი იქნება რაღაცა სხვა კიდე პროცესის შემქმნელი. ანუ ეგ საკითხები არის დასამუშავებელი რა. თან საკმაოდ ფართოდ. აი ნიკამ რო ახსენა რომ ცოტა ხნის წინ შემიძლია რომ GPT-ის ახალი ვერსია გადმოწეროთ და offline შეგვიძლია რომ მას ველაპარაკოთ, ხო? ანუ ეგ ხო 5 წლის მერე მოხდა. ანუ პირველი იყო GPT-2, ეხლა მე ეგ მოხდა 5 წლის მერე. ანუ ეს დინამიკა enterprise-ში სწრაფად ვრცელდებაო, რო ვთქვათ, რა ვიცი, 5 წლის მერე მოხდა. ანუ 5 წლის სწრაფი პერიოდია? შეიძლება ვთქვათ, რომ არა, ხო? მაგრამ ეხლა მოხდა. თან იქაც, ხო იცი, ჩვენ Discord-შიც გქონდა ეგეთი ამბავი, რომ 1 გიგაბაიტი კონტექსტ window და ანუ დაგულებები რო წავიდა. აი ამას რო ჩავხედე, ეხლა მეს რომ მე მგონი 124 აქვს, ანუ არა აქვს ძალიან ბევრი რა, კონტექსტ window სადაც 124,000-თან ახლოს რა. ანუ არ არის ეს GPT-ის ახალი ვერსია, რომელიც შესაბამისად ის მემორის ამბავი ისევ private data-ების ნაწილში და კიდე კონსუმერების ნაწილში თულებირებიც დაიბადა და კონექტორები და ამბები ის კიდე რა ვიცი 5 წელში იქნება ხელმისაწვდომი თუ რამდენ ხანში ან თუ სხვა ვიღაცა იზავს აი enterprise ნაწილში კიდე აქცენტირებას რო ვაკეთებთ ანუ ჯერჯერობით 5 წლიანი და ალბათ რაღაცა ეგეთი დინამიკა გვაქვს რა და თან თუ ვიტყვით კიდე რომ კიდე ცოტა სხვაგანაც რო გადავხდეთ რომ სავადმყოფოში ერთ-ერთი ოთახი რო არის მარტო ფურცლები რო არის შენი ნუსხის რამდენი ვიზიტერები ჩააბარე და კიდე ფურცლებზე წერენ რა ანუ ეგ ორი ერთად მეჩინგი enterprise AI-ში უკვე ჩვეულებრივ დინამიკაშია რა მაგრამ მე მაინც მაკვირვებს რომ consumer market-ის ესეთი მოთხოვნები ანუ ცოტა ის რა ქვია აქსიომაც გამოდის რა რომ რაღაცა პერიოდში რა რომ ხო უნდა მოხდეს იმ government Dracula-ს და enterprise Dracula-ს რაღაცა კიდე მან უნდა შეიცვალოს რა რომ მოლოდინებს უპასუხოთ იმიტომ რომ მაშინ ანუ ძალიან დიდი გეფი გვექნება დიდი ხანი ახლა მოლოდინებზია ხო ყველაფერი მოთხოვნებზე და ჩვენ ყურადღებაზე ეს ბოლო ამოვჭრათ და ცალკე თოკად დავუდოთ ანუ ისეთი insightful საუბარი და ეგ ანუ ეგ რეალურად ბევრ მაგ დიდ enterprise просто on enterprise და თუნდაც go sectors რა რეალურად ანუ გამოდის რომ რაღაც შეიძლება ბევრს დაჭირდეს მეორე წალღა digital transformation-ის
კიდევ უფრო მეტი რაღაცა დააკონექტოს, ხო? და ამას ბევრს ამის თვითონ ეკეთება არ შეუძლია ტექნოლოგიური კომპანია თუ არ ხარ და ეხლა უბრალოდ აფთიაქი ხარ შენ ვერ ადგები ერთ დღეს და არ იტყვი რომ მოდი ახლა მე API-ებს გამოვდგამ როგორც Bezos-ი და Amazon-ი აკეთებდა რა და ანუ საინტერესოა ანუ რა გახდება მან ბაზეგი რა რომ თუ გინდა ხალხი შემოუშვა და ანუ ინდო და trust-ი გააჩინო იმისი რომ მოდი რა ჩემთან ხალხთან ერთად რაღაცა ახალი ტალღა წამოვიდეს რა რომელსაც რაღაცა სხვა მსგავს გამოცდილება სხვა კომპანიასთან გაიარა და რაღაცებს სხვანაირად შეხედოს და ასევე მასე გჭირდება რომ enterprise დიდ პროდუქტებში ანუ მან ისე იყოს გაცნობილი აი მოვედი შენთან მოდი მე შევისწავლი მაგას და იმ ჯირას დავამუშავებ Vimeo-ს დავამუშავებ კიდე რაღაცა Databricks-ის რაღაცა ჯაბახანა ამბებს არ არის პრობლემა მან ვიპოვი რაღაცა ისეთ AI-ურ გადაწყვეტას რომ დაგეხმარო გაგამზადებ და შევხედავ და მიუდგება აუდიტორული კომპანიის mindset-ით რა აი რა შეხედო რაღაცა ინტერვიუზე რო იყოს რა მაზეგის ხალხი კომპანიასთან ხო და უკვე ხო ცხადია რომ ის შეხედა უნდა ჩაიწერონ და მე ტრანსკრიპტი უნდა კონდეს რა Copilot-ს ნებისმიერს რა და მაგის დეკონსტრუქცია რო გააკეთო რომ მოდი შენ აუდიტორული კომპანიის მთავარი პარტნიორი იყავი ექსპერტი ანუ ეგეთი პრომპტი რომ იცი რა და პროვოკაციული მე მგონი აქ არ გამოგადგება მაგრამ ამ ცალკე შეგიძლია ქნა ეგ რა რომ მაგრამ რო უთხრა რომ მოდი გააკეთე დეკონსტრუქცია და იდეები შემომთავაზე ანუ საერთოდ სხვა პროპოზალს დაგიდებს რა და ჩემი აზრით კარგი აქცენტი მაგნაწილში ერთი აქტიურად ეგ იქნება რა იცით რა არის software თქვი ანუ software კომპანიებისთვის იქნება საინტერესო ინგლი რომ ემედან იყავს უბრალოდ ცოტა ხნის წინ რომ ანუ CEO-ებმა ეხლა დაიწყეს ამოჩენა რომ რო ხედავენ AI-ში შეხვდებიან რომ რაღაც პროცესები შეუძლია დაოპტიმიზირონ რა და ეს პროცესები ზოგი რომელიც დაოპტიმიზირება უნდა რეალურად საერთოდ საჭიროებს AI-ს რა მაგრამ AI არის ის რაღაც მარკეტინგი რომელიც მოხდა და ხალხს რაღაც მეტი გაუშვა ტექნოლოგიას და კაი ლენდინგი შეიძლება იყოს ესეთ კომპანიებში რომ ოღე ვიღაც მოდი შენთან რომ ჭირდება AI რომ ეს გააკეთოს და შენ რეალურად აკეთებ რაღაცას ოღონდ შეიძლება 90% ჩვეულებრივი ყოდია 10% AI ზუსტად რა ანუ აი თავიდან ახალი wave გაიჩითა რამაც ხალხის ყურადღება იქითკენ გადაიტანა რომ მოდი რაღაც პროცესები ხო არ უნდა დავაოპტიმიზირო და ის არის რა ანუ დაჟე იმის იქითაც აღარ აინტერესებს შიგნით ეს რაღაცა რეალურად მართლა AI-ია ის რაღაცა ქორღირებულება მართლა იმ ახალი ტექნოლოგიის არის თუ არა რა just as long as თვითონ და შეიძლება სხვა stakeholder-ებთან და public-თან ის message გადის რომ okay this is AI რა შიგნით მართლა AI თუ არა რაღაც ისაა რა ანუ kind of ბევრი ვიღაცას არც აინტერესებს ეგ ამ თავი პრობლემა მე მგონი ახლა ანუ თავი opportunity ანუ opportunity არა პირიქით opportunity მე როგორ შევაფასებდი მაგას იცი ანუ სხვათა შორის რადგანაც developers community-ში ვართ ახლა მე სულ მიხაროდა ხოლმე რომ ანუ ისეთ პროექტებში რომელთანაც developer-თან ან ესეთი პირდაპირი კავშირი არ მქონდა ანუ თვლიდი რომ იქ მუშავიყავი რა ძალიან ბევრი გადმოსახედიდან ანუ სულ მერჩივნა რომ developer-თან პირდაპირ იმიტომ რომ მარტო დიზაინის კეთება და დამავალიან მე კიდე რაღაცა გავაკეთე it's not a part of ანუ happy job რა ჩემთვის ამიტომ development-თან ანუ პირდაპირი კავშირი კიდე ბევრ რამეს აღებს რა მაგალითად ერთი ესეთი გამოცდილება რომელიც მქონდა ის რომ აი ეს ვინოლი საიდან გავიცანი რომ ანუ მქონდა პირდაპირი კავშირი CTO-სთან და იმან გააკეთა რაღაცა პროტოტიპი ძალიან მოკლე რა და ვახ მეც დავინტერესდი უთხარი რომ access-ი მოეცა და შემდეგ იმ პროექტზე Figma საერთოდ ჩავაგდეთ რომ სხვათა შორის ძალიან მიკვირს Figma-ს აიპო კიდე ესე თანხარო და ესე რომ გაიქცა და წარმატებად რო არის იმიტომ რომ დღეს შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ჩემი სამუშაო პროცესიდან იმის მიუხედავად რომ ინდივიდუალური კონტრიბუტორის საქმეებსაც ვაკეთებ ანუ Figma შემიძლია რომ ერთ წამში ამოვაგდო ანუ საერთოდ შემიძლია კი არ ამოგდებულიც მაქვს
და თან პარალელსაც რო ამოფ, რომ კურსორით როგორ შემიძლია კოდზე გავლენა და ფრონტზე გავლენა, ხო, რაღაცა ამოვაკლო, ინტერაქცია დავამატო, ხო, რაღაც შაციენით უთხრა, რომ რაღაცა კალენდარი ჩასვი, სადაც მხოლოდ მარტო რაღაც ან 2 დღე მინდა რომ ავირჩიო, დაამატე საიტის ჩასაწერიც, ხო? და გააკეთებს, ხო? მარტივი ამბავია მისთვის. და ეს ყველაფერი როგორ არის Figma-ში, აქეთ ამხარეს ძალიან რთული. მაგალითად, გუშინ მქონდა ესეც შემთხვევა, რომ community მზა library გადმოვიწერე უკვე, რაღაც ერთ-ერთი და სტილები რო ამომეცვალა, არ იყო დამაგრებული. ანუ ტოკენებაში გადატანილი. ანუ მანუალურად უნდა დამეწყო რაღაცებზე მუშაობა. და აქეთ ამხარეს რო ვიცი რომ კურსორით როგორ არის ეს შესაძლებელი, ანუ აღარც გამჩენია ინტერესი რომ გამეგზელებინა რა. და ანუ ერთი მიმართულება მანდ რა ინსაიტით შეიძლება რომ კიდე გამოვიტანოთ არის ის რომ საიდან დავიწყე. რომ რომელ გუნდთანაც და როგორც მუშაობ რა, ანუ მას ძალიან დიდი გავლენა აქვს შენ თვითონ როგორ ვითარდები და რეებს რას ეთემაშე. აქაც დავამატებ ის რომ შეიძლება მეც მაგალითად ჩემი დროის დიდი ნაწილი არის enterprise-ის მიმართულებაში, მაგრამ მეორე ნაწილი არის აი პოლ გრეჰემის სტატია ირჩევთ რომ წაიკითხოთ, ნაწილს საკითხული გექნება, სადაც ამბობს რომ გააქვს day job-ი, გააქვს hobby job-ი. ნუ თუ ეცდები რომ day job-ი შენი ყოველდღიურობის ნაწილშიც გემრიელი იყოს და ენერგიული, ხო კარგი. ამ შემთხვევაში ბედნიერი ვარ რომ დიდი ნაწილი ეგეთია. მაგრამ ჩემი დიდი ნაწილი ყოველდღიურობის არის ამ hobby ნაწილში რა, ანუ არა day job-ის ნაწილში. რომ მაგალითად Windows გავეცანი. Windows-თან ერთად მე Figma-საც გადავხედე. საერთოდ სხვა მოლოდინები წარმომეშვა, ხო? მაგალითად დღესაც ანუ კონცეფცია რო გავაკეთე Windows-ის Figma-ს ფაილით, ანუ layout-ი გვერდის. რა, ანუ შიდა უკვე ინტერაქციები Windows-ში გავაკეთე. ანუ აღარც ვაგრძელებ Figma-ში არაფერს რა, უკვე დამატებით საკითხებს. თან Windows-ის community ფაილი რომ აქვს, Windows რო ვაძლევ, ანუ უფრო კარგად იჭერს რა. შესაბამის ანუ კომპონენტს რა, იმიტომ რომ ვიზუალურადაც ვაძლევ რა. შესაბამისად, ანუ ეგ პროცესიც საერთოდ რადიკალურად გეცვლება გუნდს რა, არ ვიტყვი რომ დიზაინერს. ანუ იმიტომ რომ გუნდს გეცვლება ტესტირება აღარ გექნება კომპონენტი საჭირო რაღაცა უნიკალური მოვიფიქრო, ხო? და ეგ მთლიანი პროცესი რა. და ერთ ნაწილს კიდე აქვე დავამატებ რა. რომ მე რომ მინდოდა რაღაცა წამივიდა რომ ცოდნების დაგროვებაზე რა. ანუ მე რომ მინდოდა რომ გამეგო system prompt-ი როგორ მუშაობდა, სად შავწე, ანუ როგორ ვამობდა მაგალითად აი ნიკა ან დუდუ რო იტყოდა ესეთ რაღაცებს, რომ სად ხდება ეგ გამოცანა რა. ანუ გავაკეთე ესეთი რამე რომ Vercel-ს აქვს მზა ჩატის პროდუქტი რა, რომელიც შეგიძლია რომ დაფორკო და შენთან localhost-ად გაუშვა. და კურსორში ეს პროექტი რო გაუშვი, ერთადერთი ადგილი სადაც შეგიძლია მოძებნო რომ თან ეს კოდიც რო გაარჩიო რომ მაგალითად როგორ შეგიძლია შეცვალო თავიდან Vercel-ს ქონდა Twitter-ის მოდელი რა. და ნუ მე არ მქონდა მასე ცნობა და Gemini-ზე უნდა ამომეცვალა. აი აჩო ისე Gemini-ის API-სთან მივედით. რო და აბა სად იწერება ეს? მე ვნახე რომ user role-ი რა არის და user prompt-ის მიმართულება და ეგ კოდში ვნახე რა. მე დამჭირდა რომ მიმემაგრებინათ ამ ფაილი კონტექსტი გამეყოლებინა რა. და თან ეს რაღაცებით რო შევისწავლე, ანუ გამოვიდა ისე რომ ანუ თან რაღაცა რეალურს ვაკეთებდი. ნიკას მოეწონება კიდე რომ always produce-ის ნაწილში. ანუ შეიძლება always produce-ის ნაწილი არ იყოს რომ მანდამაინც გავიზი public startups აკეთებ, მეც ვიცნობ, ჩემიც დავიწყებ რომ არის რაღაცა ადამიანები ხალხის რომელიც ანუ ძალიან offline აკეთებენ რაღაცებს და მინიმუმ ეთამაშებიან ინიციატივებს და იდეებს რომ თან ჩემთვისაც პირველ რიგში ეგ არის რომ რაღაცა ვისწავლო და გავიგო. რაღაცა workflow შევიცვალო და უფრო მეტი ვიცოდი ვიდრე ხვალ. რომ მაგალითად სამუშაო გარემოში ვიქნები თუ აგერ ესე თქვენთან საუბარში, მაგალითად ეს ნაწილიც მოვყვე რა, რაღაცა ბლოგ პოსტიდან კი არ ვიცოდი რაღაცა ჩანართი რომ როგორ მუშაობს. თუმცა რატომაც ესე გამოდის რომ ჩემი რადარი კარგ ბლოგ პოსტებსთან მიშვებს ხოლმე რა. არ ვიცი. მაგალითად რომ მითხრა რომ აი AI-ის ნაწილებზე საიდან წაიკითხავ და ეთქვი რომ აი Launcher-ის ფაუნდერი რო პოსტავს ხოლმე, ანუ მაგარი პოსტები აქვს, იმიტომ რომ ის პოსტავს Anthropic-ის ბლოგ პოსტებიდან და Paper-ებიდან.
და ადარებს OpenAI-ის blog post-ებს რა და უკვე დამუშავებული აქვს. ნუ აქ თქვენი community-ის დიდი წვლილიც არის რა, რომ რაღაცა კავშირებს ვაკეთებ რა. შესაბამისად ეგეთი ჯორნია ფაქტიურად ამ GNI-ში რო ვამბობთ რა, რომ როგორ შეიძლება რომ ათვისება მოხდეს რა ამ რაღაცეების. ანუ ერთი დიდი ნაწილი არის რომ რაღაცა ნაწილისთვის და ჩვენი community-ისთვის always produce-ის ნაწილი და რაღაცა რეალურს გავითამაშოთ და ჩავაღრმავდეთ. ანუ მეორე ნაწილი უკვე კომპანიას შიგნით შეიძლება workflow-ების ნაწილში რა შეიძლება რომ გაუშვა და განავითარო. საინტერესო იყო იდეაში ბოლოს კითხვა გვაქვს ხოლმე რაღაცას ბოლო პერიოდში რომ აი ვინ იქნება ვინერი, მაგრამ მაგას შევეხეთ უკვე და შენ იმასაც შეეხე რომ აი რა როლები ერთიანდება რა და ალბათ მანამდე ვთქვი რომ აი პროდუქტიულობის ნაწილში რადგან რაღაც როლები ერთიანდება ნიშნავს რომ ხალხს ემატება პროდუქტიულობა across the spectrum რა და საინტერესოა რა. ნუ ძალიან კაი იყო გზელი ეპიზოდი გამოგვივიდა ისევ, ალბათ მეორე იქნება სიძეში და მგონი აჩო, გათიშე. ჩო გამოგვიწერეთ და ჩო გათიშე. გამო